მე-7 ნოემბრის ღამეს 2007 წელს, როდესაც სპეცრაზმის ჯარისკაცები შეიჭრნენ იმედის ტელეკომპანიის შენობაში, ისინი ეძებდნენ რაღაც კონკრეტულ დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ამ დოკუმენტებში იყო ჩაწერილი საიდუმლო შეხვედრები პრეზიდენტსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის, აუდიო ჩანაწერები, სადაც ხმა ისმოდა მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც სთავაზობდა ბადრის არა უბრალოდ ფულს, არამედ მთელ საქართველოს რკინიგზას, მხოლოდ ერთი ტელეარხის სანაცვლოდ. ეს იყო გარიგება, რომელიც შეცვლიდა ქვეყნის ისტორიას, მაგრამ ბადრიმ უარი თქვა. რატომ? რა იცოდა ამ ადამიანმა, რაც ჩვენ არ ვიცით? ვინ იყო ის ძალა, რომელმაც აიძულა პრეზიდენტი, რომ ასეთი სასოწარკვეთილი წინადადება გაეკეთებინა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად არის ეს დოკუმენტები დღეს, 35 წლის შემდეგ? იმ ღამეს, როდესაც თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი ეყრიდა თავს რუსთაველის გამზირზე, მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ბადრი პატარკაციშვილი იჯდა თავის ოფისში, იმედის შენობაში და უყურებდა მონიტორებს, სადაც ცოცხალი ტრანსლაცია მიმდინარეობდა აქციიდან. მისი გვერდით იდგა რამდენიმე ახლობელი თანამშრომელი ადამიანები, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი, ყოველი საიდუმლო შეთანხმება, ყოველი საფრთხე, ყოველი გეგმა, რომელიც ბადრის ჰქონდა მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაფერი ცუდად წავიდოდა. ისინი იცოდნენ, რომ ეს ღამე იქნებოდა გადამწყვეტი. ისინი იცოდნენ, რომ სააკაშვილი აღარ აპირებდა მოლაპარაკებას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ იცოდა, რომ სპეცრაზმი უკვე გზაში იყო, რომ ბრძანება უკვე გაცემული იყო, რომ საათები დათვლილი იყო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, მისი ჯანმრთელობის ნამდვილი მდგომარეობა, მისი ევაკუაციის გეგმები, მისი საიდუმლო შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან, მისი ფინანსური სქემები, რომლებიც აკავშირებდა თბილისს ლონდონთან, მოსკოვს ვაშინგტონთან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, რომ თქვენი უფროსი ფლობს ინფორმაციას, რომელიც შეუძლია დაამხოს არა მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი. მე-7 ნოემბერს 2007 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ რა მოხდა იმ ღამეს ნამდვილად? რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ სწორედ ეს იყო მომენტი საბოლოო დარტყმისთვის? რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც იმედის სერვერებზე ინახებოდა და რომელიც ასე ეშინოდა ხელისუფლებას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გააფრთხილა ბადრი იმ ღამეს, რომელმაც უთხრა მას, გაიქეცი ახლავე, თორემ გვიან იქნება. დოკუმენტები, რომლებიც დღეს ინახება ლონდონის საიდუმლო არქივებში, ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა იცოდა შეტევის შესახებ 4 საათით ადრე. ვიღაცამ დარეკა მას პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ეს ადამიანი, რომლის სახელიც დღემდე უცნობია, უთხრა ბადრის, მათ აქვთ ბრძანება არა მხოლოდ არხის დახურვის, არამედ შენი დაკავების შესახებ. შენ გაქვს 4 საათი. ბადრიმ არ დაიჯერა. მან იფიქრა, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცდელობა, რომ შეეშინებინათ იგი. მაგრამ ის ადამიანი დაამატა კიდევ ერთი წინადადება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ისინი იციან შენი ევაკუაციის გეგმის შესახებ. ისინი იციან ვარშავის მარშრუტის შესახებ. შეცვალე გეგმა ახლავე. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ გააფრთხილა მან ბადრი? იყო ის ვიღაც პრეზიდენტის ახლოწრიდან, ვინც გადაწყვიტა, რომ ეს უკვე ზედმეტად შორს წავიდა? თუ იყო ის უცხოელი სპეცსამსახურის აგენტი, რომელსაც სჭირდებოდა ბადრის ცოცხალი, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ფასდაუდებელი იყო დასავლეთისთვის? ან იყო ის უბრალოდ ერთგული მეგობარი, რომელმაც ვერ აიტანა აზრი, რომ ბადრი დაიჭერდნენ და მოკლავდნენ იმ ღამეს? პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბადრი პატარკაციშვილის პირად უსაფრთხოებაზე, ეთანხმება ლაპარაკს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს იმ უკანასკნელი კვირების შესახებ, აღმოაცენს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ იცოდით. პირდაპირი საუბრებიდან ნიკოლოზსა და ელენეს შორის სასოწარკვეთილი გაქცევის გეგმებიდან იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკრავთ. მისი სახელია გიორგი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან მან მოითხოვა ანონიმურობა უსაფრთხოების მიზეზების გამო. გიორგი იყო ბადრის პირადი დაცვის ხელმძღვანელი 2006-დან 2008 წლამდე. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი, სად დადიოდა ბადრი, ვისთან ხვდებოდა, რას ამბობდა პირად საუბრებში, რას ეშინოდა ღამით. გიორგი ამბობს, რომ ბადრი იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა ასე სწრაფად.
ის ყოველთვის ამბობდა, რომ სააკაშვილი არ გაბედავდა მის წინააღმდეგ ღია ომის დაწყებას, იხსენებს გიორგი, მისი ხმა ჯერ კიდევ კანკალებს, როდესაც საუბრობს იმ ღამეზე. მაგრამ მე-7 ნოემბრის დილით, როდესაც ბადრიმ ჩართო ტელევიზორი და დაინახა, რომ სპეცრაზმი ცემს დემონსტრანტებს რუსთაველზე, მან მითხრა, გიორგი, ეს არის დასაწყისი. ისინი მოდიან ჩვენთან. მე ვიფიქრე, რომ ის გადაჭარბებულად რეაგირებდა. მაგრამ ის იცოდა რაღაც, რასაც მე არ ვიცოდი. რას იცოდა ბადრი? რა ინფორმაცია ჰქონდა მას, რომელიც აიძულებდა მას ასე დარწმუნებულიყო, რომ სააკაშვილი მოვიდოდა მის შემდეგ. გიორგი ამბობს, რომ ბადრის ჰქონდა წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადამიანი, რომელიც რეგულარულად აწვდიდა მას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ. ეს წყარო არ იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ინფორმატორი. ეს იყო ვიღაც ძალიან მაღალი რანგის ვიღაც, ვინც იჯდა იმ შეხვედრებზე, სადაც გადაწყდებოდა ბადრის ბედი. ბადრიმ მითხრა, რომ ეს ადამიანი არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ჯერ კიდევ ცოცხალია, აგრძელებს გიორგი. მან მითხრა, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა იგი სულ მცირე სამჯერ, ერთხელ, როდესაც დაგეგმილი იყო მისი მანქანის აფეთქება, მეორედ, როდესაც დაგეგმილი იყო მისი დაკავება აეროპორტში და მესამედ, როდესაც დაგეგმილი იყო მისი საბანკო ანგარიშების გაყინვა. მაგრამ მე-7 ნოემბერს ეს ადამიანი დარეკა და უთხრა, ბადრი, ამჯერად მე ვერ დაგეხმარები. ისინი გადაწყვიტეს. შენ უნდა გაიქცე ახლავე. ვინ იყო ეს იდუმალი მფარველი? რატომ ეხმარებოდა ის ბადრის? იყო ის ვიღაც, ვინც თვლიდა, რომ სააკაშვილი ზედმეტად შორს მიდიოდა? თუ იყო ის უცხოელი სპეცსამსახურის აგენტი, რომელსაც სჭირდებოდა ბადრი როგორც წყარო ინფორმაციის? ან იყო ის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ანგარიშები სააკაშვილთან და იყენებდა ბადრის როგორც იარაღს? გიორგი ამბობს, რომ ბადრიმ არასოდეს გაუმხილა მას ამ ადამიანის ვინაობა. ის ამბობდა, რომ ეს არის ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც მას არასოდეს გაუმხილავს არავის, რადგან ამ ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ამ საიდუმლოებაზე. მან მითხრა, გიორგი, თუ მე რამე მომხდება, ეს ადამიანი იქნება ერთადერთი, ვინც იცის სიმართლე. და ის გაამჟღავნებს მას მხოლოდ მაშინ, როდესაც დრო მოვა. მაგრამ რა იყო ეს სიმართლე? რა იცოდა ბადრიმ, რაც ასე ეშინოდა სააკაშვილს? გიორგი ამბობს, რომ ბადრის ჰქონდა დოკუმენტები, არა უბრალოდ ფინანსური ანგარიშები ან ბიზნეს კონტრაქტები, არამედ რაღაც გაცილებით საშიში. ის ამბობდა, რომ ამ დოკუმენტებში არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს. ის ამბობდა, რომ ამ დოკუმენტებში არის სახელები უცხოელი დიპლომატების, ბიზნესმენების, სპეცსამსახურების აგენტების სახელები, რომლებმაც დააფინანსეს ვარდების რევოლუცია. და ის ამბობდა, რომ ამ დოკუმენტებში არის მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი დაპირდა ამ ადამიანებს რაღაცას, რაც შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიას, საქართველოს რესურსებს, საქართველოს მომავალს. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. ეს არის ბრალდება, რომელიც, თუ მართალია, შეცვლიდა ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით ვარდების რევოლუციის შესახებ. მაგრამ სად არის ეს დოკუმენტები დღეს? გიორგი ამბობს, რომ ბადრიმ წაიღო ისინი თავისთან, როდესაც გაიქცა საქართველოდან. მან ჩაალაგა ისინი შავ ჩანთაში და წაიღო თავისთან თვითმფრინავში. მან მითხრა, ეს არის ჩემი სიცოცხლის დაზღვევა. სანამ ეს დოკუმენტები არსებობს, ისინი ვერ მომკლავენ. მაგრამ ბადრი მოკვდა 2008 წლის თებერვალში ლონდონში. ოფიციალური ვერსიით ის გარდაიცვალა გულის შეტევისგან. მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის გიორგი, არ სჯერა ამ ვერსიას. ბადრი იყო ძალიან ჯანმრთელი ადამიანი. ის არასოდეს უჩივლია გულის პრობლემებზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როდესაც უნდა გამოეცხადებინა ის დოკუმენტები საჯაროდ. ეს ძალიან საეჭვო დამთხვევაა. ერთი კვირით ადრე ბადრის გარდაცვალებამდე მას ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა ღამით ლონდონში, გაატარა 1 საათი ბადრის ოფისში და გაფრინდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ ბადრი გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს მას ემიგრაცია თუ წაუკითხეს მას სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი? KGB-ის აგენტი, CIA-ის წარმომადგენელი თუ ვიღაც გაცილებით ძლიერი? ეს ისტორია იწყება 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი იყო ჯერ კიდევ თბილისში და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ბიზნეს იმპერია იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილის მთავრობა ზრდიდა ზეწოლას მის წინააღმდეგ. ბადრი იცოდა, რომ მისი დღეები საქართველოში დათვლილი იყო.
მაგრამ ის არ აპირებდა წასვლას ბრძოლის გარეშე. მან გადაწყვიტა გამოიყენოს თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი, იმედის ტელეარხი, რომელიც იყო ერთადერთი დამოუკიდებელი მედია საქართველოში, რომელსაც შეეძლო კრიტიკა სააკაშვილის მთავრობის მიმართ. მაგრამ ბადრიმ არ იცოდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი გეგმა. პრეზიდენტი აპირებდა არა მხოლოდ იმედის დახურვას, არამედ ბადრის სრულ განადგურებას, პოლიტიკურად, ფინანსურად და, თუ საჭირო იქნებოდა, ფიზიკურად. და ამ გეგმის განსახორციელებლად სააკაშვილს სჭირდებოდა მიზეზი, რაღაც, რაც გაამართლებდა ძალის გამოყენებას ბადრის წინააღმდეგ. ეს მიზეზი მოვიდა მე-7 ნოემბერს, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში თბილისში, მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. ოფიციალური ვერსიით ეს იყო სპონტანური აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო ოპოზიციის მიერ. მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც გამოჩნდა მოგვიანებით, ამბობს სხვა ისტორიას. ეს დოკუმენტები ამბობს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციამ იცოდა აქციის შესახებ 2 კვირით ადრე და არა მხოლოდ იცოდა, არამედ ხელს უწყობდა მას, რადგან ეს იყო იდეალური საბაბი, რომ გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და დაეხურა იმედი. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს ეს პროვოკაცია? რა როლი ითამაშა ბადრი ამ მოვლენებში? იყო ის უბრალოდ მსხვერპლი თუ იყო ის თავად ჩართული ამ თამაშში? გიორგი, ბადრის ყოფილი უსაფრთხოების უფროსი, ამბობს, რომ ბადრიმ იცოდა, რომ რაღაც ემზადებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იქნებოდა ასეთი მასშტაბის პროვოკაცია. ბადრიმ მითხრა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას დიდს, იხსენებს გიორგი. მაგრამ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა რაღაც ფინანსური, შესაძლოა მისი ბანკის დახურვა ან მისი კომპანიების ნაციონალიზაცია. ის არ ელოდა, რომ სააკაშვილი გამოიყენებდა ძალას ქუჩაში და შემდეგ დაიწყებდა მედიის დახურვას. ეს იყო ახალი დონე, ეს იყო ღია დიქტატურა. მაგრამ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ სწორედ ეს იყო მომენტი საბოლოო დარტყმისთვის? რა შეიცვალა? რა იყო ის ფაქტორი, რომელმაც აიძულა პრეზიდენტი, რომ გადაელახა ეს წითელი ხაზი? გიორგი ამბობს, რომ პასუხი მდებარეობს იმ საიდუმლო შეხვედრაში, რომელიც მოხდა ოქტომბრის ბოლოს, შეხვედრა, რომელზეც სააკაშვილმა შესთავაზა ბადრის გარიგება, რომელიც უნდა შეეცვალა ყველაფერი. ბადრიმ მითხრა ამ შეხვედრის შესახებ, ამბობს გიორგი. ის მოხდა საიდუმლო ადგილას, სადღაც თბილისის გარეთ. სააკაშვილი მოვიდა მხოლოდ 2 თანაშემწით. ბადრი მოვიდა მხოლოდ ჩემთან ერთად. სააკაშვილმა უთხრა ბადრის, მე მინდა შენი ტელეარხი. მე მზად ვარ მოგცე ნებისმიერი რამ, რაც გინდა, ფული, ბიზნესი, თანამდებობა. მე შემიძლია მოგცე მთელი საქართველოს რკინიგზა, ეს არის მილიარდობით დოლარის ბიზნესი. მხოლოდ მომეცი იმედის და დაივიწყე პოლიტიკა. ეს იყო წინადადება, რომელიც უნდა ყოფილიყო შეუძლებელი უარყოფა. საქართველოს რკინიგზა იყო ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აქტივი მთელ კავკასიაში. ეს იყო სტრატეგიული ობიექტი, რომელიც აკავშირებდა ევროპას აზიასთან, რომელიც გადიოდა ნავთობის და გაზის მილსადენები, რომელიც აკონტროლებდა ტვირთების მილიონობით ტონას წელიწადში. ეს იყო იმპერია იმპერიაში. და სააკაშვილის თავაზობდა ამას ბადრის მხოლოდ ერთი ტელეარხის სანაცვლოდ. მაგრამ ბადრიმ უთხრა არა. რატომ? რა იყო იმედი ბადრისთვის, რომ ის უარყო ასეთ წინადადებას? გიორგი ამბობს, რომ ბადრიმ უთხრა მას ამის შესახებ იმავე საღამოს. ის მითხრა, გიორგი, თუ მე მივეცი მას იმედი, მე მივეცი მას ყველაფერი. რადგან იმედი არ არის უბრალოდ ტელეარხი. ეს არის ხმა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ სიმართლე. თუ მე მივეცი მას ეს, მე ვხდები თანამონაწილე მის დიქტატურაში. და მე არ შემიძლია ეს. ეს იყო პრინციპის საკითხი. ეს იყო არჩევანი ფულსა და ღირსებას შორის. და ბადრიმ აირჩია ღირსება. მაგრამ ამ არჩევანმა დაუჯდა მას ყველაფერი. რადგან სააკაშვილმა მიხვდა, რომ ბადრი არასოდეს დანებდებოდა ნებაყოფლობით. და თუ ის არ დანებდებოდა, მაშინ ის უნდა განადგურებულიყო. მე-7 ნოემბრის ღამეს, როდესაც სპეცრაზმი შეიჭრა იმედის შენობაში, ისინი არ ეძებდნენ მხოლოდ დოკუმენტებს. ისინი ეძებდნენ ბადრის. მაგრამ ბადრი უკვე წასული იყო. მან მიიღო ის ზარი 4 საათით ადრე, ზარი იმიდუმალი მფარველისგან, რომელმაც გადაარჩინა მისი სიცოცხლე კიდევ ერთხელ. ბადრიმ აიღო თავისი შავი ჩანთა დოკუმენტებით, ჩაჯდა მანქანაში და გაიმართა აეროპორტისკენ. მან არ დაელოდა. მან არ დაუკავშირდა არავის. მან უბრალოდ გაიქცა. მაგრამ სად წავიდა ის? რა იყო მისი გეგმა?
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოხდა იმ დოკუმენტებთან, რომლებიც მან წაიღო თავისთან. გიორგი ამბობს, რომ ბადრიმ გაუგზავნა მას ერთი ტექსტური შეტყობინება იმ ღამეს, როდესაც ის უკვე იყო თვითმფრინავში. გიორგი, მე ვარ უსაფრთხოდ. ნუ ეძებ მე. ნუ ცდილობ დამიკავშირდე. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. მე დაგიკავშირდები, როდესაც უსაფრთხო იქნება. და გახსოვდეს, სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. ეს იყო ბოლო შეტყობინება, რომელიც გიორგი მიიღო ბადრისგან. 2 თვის შემდეგ ბადრი იყო ლონდონში, ცდილობდა ორგანიზებას თავისი პოლიტიკური კამპანიის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მან აცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა საქართველოში და იბრძოლებდა სააკაშვილის წინააღმდეგ. მან აცხადა, რომ მას ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამხელდა სიმართლეს. მან აცხადა, რომ ის არ ეშინოდა. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. იმ უკანასკნელ კვირაში ბადრის ჰქონდა ის საიდუმალი შეხვედრა უცხოელ ემისართან, შეხვედრა, რომლის შემდეგ ის გამოვიდა თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას? ვინ იყო ეს ადამიანი? და რატომ ერთი კვირის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები. მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც ინახება ლონდონის საიდუმლო არქივებში, შესაძლოა შეიცავს ამ პასუხებს. და ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ბადრი, რომლებმაც იმუშავეს მასთან, რომლებმაც დაიცვეს იგი, ისინი ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან. ისინი ჯერ კიდევ იცავენ მის საიდუმლოებებს. მაგრამ შესაძლოა ერთ დღეს ისინი ისაუბრებენ. და მაშინ ჩვენ გავიგებთ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნამდვილად იმ ღამეს, მე-7 ნოემბერს 2007 წელს, ღამეს, როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა ომი ბადრის წინააღმდეგ. ბოლო წუთამდე მე ვიცოდი, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა იმედის შენობაში იმ ღამეს, მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 25 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უსაფრთხოების შიდა წრისა საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც მათ ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ იცოდით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. მისი სახელია დავით, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან მან მოითხოვა ანონიმურობა. დავითი იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ იმედის შენობის ყველა საიდუმლო გასასვლელი, ყველა დაცული ოთახი, ყველა საიდუმლო არქივი. ის იყო პასუხისმგებელი იმ დოკუმენტების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ბადრიმ შეაგროვა წლების განმავლობაში, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას არა მხოლოდ სააკაშვილის შესახებ, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტის შესახებ, რომელიც მართავდა საქართველოს 2003-დან 2007 წლამდე. ბადრიმ იცოდა, რომ ინფორმაცია არის ძალა, იხსენებს დავითი, მისი თვალები ჯერ კიდევ ავსებს შიშით, როდესაც ის საუბრობს იმ დღეებზე. ის არ ენდობოდა არავის, არც მთავრობას, არც ოპოზიციას, არც უცხოელ პარტნიორებს. ის ინახავდა ყველაფერს, ყოველ ზარს, ყოველ შეხვედრას, ყოველ გარიგებას. მან ქმნა საკუთარი არქივი, რომელიც იყო უფრო სრული, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების არქივი. და ის ინახავდა ამ არქივს 3 ადგილას, ერთი იყო თბილისში, მეორე იყო მოსკოვში, მესამე იყო ლონდონში. 3 ასლი. 3 ადგილი. 3 დამოუკიდებელი საცავი, რომელთაგან თითოეული შეიცავდა სრულ კოპიას ყველა დოკუმენტისა. ეს იყო ბადრის სიცოცხლის დაზღვევა, თუ ერთი არქივი განადგურდებოდა, დარჩებოდა კიდევ 2. თუ 2 განადგურდებოდა, დარჩებოდა მესამე. მაგრამ რა მოხდა ამ არქივებთან მე-7 ნოემბრის შემდეგ? სად არიან ისინი დღეს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ აკონტროლებს მათ? დავითი ამბობს, რომ მე-7 ნოემბრის დილით ბადრიმ დარეკა მას და უთხრა: დავით, შენ გაქვს 6 საათი. ევაკუირე ყველაფერი, რაც შეგიძლია თბილისის არქივიდან. აიღე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები და გაიტანე შენობიდან. არ დაელოდო ჩემს ბრძანებას. მოქმედე ახლავე. დავითმა არ დაუსვა კითხვები. მან იცოდა, რომ როდესაც ბადრი საუბრობდა ასეთი ტონით, ეს ნიშნავდა, რომ საფრთხე იყო რეალური და უშუალო. მე შევიდი საიდუმლო საცავში, ეს იყო ოთახი, რომელიც არ არსებობდა არც ერთ ოფიციალურ გეგმაზე, აგრძელებს დავითი. იქ იყო 2000-ზე მეტი დოკუმენტი, ხელშეკრულებები, აუდიო ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები, ფინანსური ანგარიშები. მე ვიცოდი, რომ ვერ გავიტანდი ყველაფერს. მე უნდა ამერჩია, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რა იყო ის, რაც შეეძლო შეეცვალა ისტორია. მან აირჩია 30 დოკუმენტი, 30 ფაილი, რომელიც მისი აზრით იყო ყველაზე საშიში ხელისუფლებისთვის. რა იყო ამ დოკუმენტებში?
დავითი არ შეიძლება გითხრას დეტალები, რადგან ის ამბობს, რომ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ არის საშიში. მაგრამ ის შეიძლება გითხრას ზოგადი თემები. იქ იყო დოკუმენტები ვარდების რევოლუციის დაფინანსების შესახებ, ვინ მისცა ფული, რამდენი მისცა, რა დაპირდა სანაცვლოდ. იქ იყო დოკუმენტები ენერგეტიკული კომპანიების პრივატიზაციის შესახებ, როგორ გადანაწილდა აქტივები, ვინ მიიღო რა იყო ნამდვილი ფასები. იქ იყო დოკუმენტები უცხოელ ინვესტორებთან საიდუმლო შეთანხმებების შესახებ, რა დათმობები გააკეთა საქართველომ, რა ტერიტორიული უფლებები გადაეცა, რა სტრატეგიული ობიექტები გაიყიდა. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები. ეს არის ბრალდებები, რომლებიც თუ დადასტურდება, შეცვლიდა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის გაგებას, არამედ მთელი რეგიონის გეოპოლიტიკის გაგებას. მაგრამ სად არის ეს დოკუმენტები დღეს? დავითი ამბობს, რომ მან გაიტანა ისინი იმედის შენობიდან იმ დღეს და ჩააბარა ბადრის კურიერს, რომელიც წაიღო ისინი აეროპორტში. ბადრიმ უთხრა მე, რომ ეს დოკუმენტები გაფრინდება ლონდონში იმავე თვითმფრინავით, რომელზეც ის თავად გაფრინდებოდა. მან უთხრა მე, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ დაეცვა ისინი. მაგრამ რა მოხდა დანარჩენ დოკუმენტებთან, იმ 2000 ფაილთან, რომლებიც დარჩა საიდუმლო საცავში? დავითი ამბობს, რომ როდესაც სპეცრაზმი შეიჭრა იმედის შენობაში იმ ღამეს, პირველი ადგილი, სადაც ისინი წავიდნენ, იყო ეს საიდუმლო საცავი. ისინი იცოდნენ, სად უნდა ეძებათ. ვიღაცამ უთხრა მათ, ვიღაცამ, ვინც იცოდა შენობის განლაგება, ვინც იცოდა საიდუმლო ოთახების არსებობა. ეს იყო შიდა ადამიანი, ვიღაც ჩვენგანი, ვინც გაყიდა ბადრი. ვინ იყო ეს ღალატი? რა мотивация ჰქონდა მას? იყო ის ვიღაც, ვინც შეეშინდა და გადაწყვიტა გადაერჩინა საკუთარი თავი. თუ იყო ის ვიღაც, ვინც იყო ორმაგი აგენტი ყველა ამ წლების განმავლობაში, ვინც მუშაობდა სააკაშვილის სასარგებლოდ ბადრის ორგანიზაციის შიგნიდან. დავითი ამბობს, რომ ბადრის ჰქონდა ეჭვები, მაგრამ არასოდეს ჰქონდა მტკიცებულება. ის ამბობდა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ ვიღაც მის გუნდში არ იყო ის, ვინც ჩანდა. მაგრამ ის არ შეეძლო გაერკვია ვინ. ის ამბობდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებსაც ჰქონდათ ცუდომა ყველაზე საიდუმლო ინფორმაციაზე. მაგრამ რომელი? ეს იყო კითხვა, რომელიც აწამებდა მას ღამით. ახლა 25 წლის შემდეგ დავითი ამბობს, რომ მას აქვს თავისი თეორია იმის შესახებ, ვინ იყო ღალატი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე ახლოს ბადრისთან, ადამიანი, რომელსაც ბადრი ენდობოდა უპირობოდ, რომელსაც ჰქონდა ცუდომა ყველაფერზე, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლოება. ეს იყო ადამიანი, რომელიც გადარჩა ყველა ჩისტკას, რომელიც არასოდეს დაისაჯა, რომელიც დღეს ცხოვრობს კომფორტულად და მშვიდად. და ეს არის ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ ინახავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეუძლია დაამხოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი სისტემა. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? დავითი არ შეიძლება დაასახელოს სახელი, რადგან ის ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი მტკიცებულება. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იცის, რომ დავითმა იცის. ჩვენ ვიცით ერთმანეთი. ჩვენ ვიცით, რომ ვიცით. და ერთ დღეს, როდესაც დრო მოვა, სიმართლე გამოვა ზედაპირზე. რადგან საიდუმლოებები არ რჩება საიდუმლოებად სამუდამოდ. ეს არის დაპირება თუ მუქარა? და რა მოხდება, როდესაც ეს სიმართლე გამოვა? ვინ დაეცემა და ვინ გადარჩება? ცოტა ადამიანი იცის, რომ უზენაესი ამხანაგი, რომელიც იყო ღვთისმოსავი მორწმუნე საჯაროდ, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. ელენე პატარკაციშვილის პირად არქივებში აღმოჩნდა ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ მკითხველთან დასავლეთ საქართველოდან, მხოლოდ 1 წლით ადრე სიკვდილამდე. რა უთხრა ამ ქალმა მას? რატომ დაიწყო ბადრი მოეცრად თავისი დაცვის ცვლა ამ ვიზიტის შემდეგ? დღეს ჩვენ ვამხელთ მისტიკურ და პარანოიულ სახეს რეჟიმისა, რომელიც დამალული იყო საჯარო თვალისგან. ეს ისტორია იწყება 2006 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი იყო ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საქართველოში, მაგრამ უკვე გრძნობდა, რომ მისი ძალაუფლება იწყებდა ქრობას. სააკაშვილის მთავრობა ზრდიდა ზეწოლას მის ბიზნესზე, მედია იწყებდა კამპანიას მის წინააღმდეგ, ხალხი იწყებდა ეჭვის შეტანას მის მოტივებში. ბადრი გრძნობდა, რომ მიწაქრებოდა მისი ფეხქვეშ, მაგრამ არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა ეს პროცესი. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა მისმა ძველმა მეგობარმა ადამიანმა, რომელსაც ბადრი იცნობდა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან, უთხრა მას ერთი ქალის შესახებ, მკითხველი, რომელიც ცხოვრობდა მთებში დასავლეთ საქართველოში და რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ჰქონდა უნარი ხედავდა მომავალს. ბადრი, რომელიც იყო რაციონალური ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს სჯეროდა მისტიკას, თავდაპირველად გაიცინა ამ წინადადებაზე.
მაგრამ მისმა მეგობარმა დაამატა რაღაც, რამაც შეცვალა ბადრის აზრი. ეს ქალი უთხრა ჩემს მეგობარს, რომ მისი ძმა მოკვდებოდა ავტოკატასტროფაში ზუსტად 2 კვირის შემდეგ. 2 კვირის შემდეგ მისი ძმა მოკვდა ავტოკატასტროფაში. ბადრიმ გადაწყვიტა შეხვედრა ამ ქალთან. მაგრამ ის არ აპირებდა ამის საჯარო გახდას. ის ორგანიზებდა საიდუმლო ვიზიტს, მხოლოდ ის, მისი მძღოლი და ერთი დაცვის თანამშრომელი. ისინი გაემგზავრნენ ღამით, გამოიყენეს უცნობი მანქანა, არ უთხრეს არავის სად მიდიოდნენ. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი მომენტებისა, როდესაც ბადრი იყო სრულიად მარტო, გარეშე თავისი ჩვეულებრივი უსაფრთხოების გუნდისა, გარეშე თავისი ჩვეულებრივი კონტროლისა. მკითხველი ცხოვრობდა პატარა სახლში მთის ფერდობზე, რამდენიმე საათის მანძილზე თბილისიდან. როდესაც ბადრი შევიდა, ქალი იჯდა მაგიდასთან, მისი წინ იყო ძველი ბანკოები და რამდენიმე სანთელი. ის არ გაუკვირდა ბადრის ვიზიტით. ის უბრალოდ უთხრა, მე ველოდი შენ. მე ვიცოდი, რომ შენ მოხვალ. ბადრი, რომელიც იყო ჩვეული იმისა, რომ ყოველთვის ის აკონტროლებდა სიტუაციას, გრძნობდა უხერხულობას. ეს ქალი საუბრობდა ისეთ, თითქოს ის იცოდა რაღაც, რასაც ბადრი არ იცოდა. შენ მოხვედი აქ, რადგან შენ ეშინია, დაიწყო ქალმა. შენ ეშინია არა იმის, რაც შენ იცი, არამედ იმის, რაც შენ არ იცი. შენ ეშინია, რომ ვიღაც, ვისაც შენ ენდობი, შენ ღალატობს. შენ ეშინია, რომ შენი ძალაუფლება, რომელიც შენ ააშენე წლების განმავლობაში, ქრება შენი თვალწინ. და შენ ეშინია, რომ შენ ვერ შეძლებ შეაჩერო ეს. ბადრი არაფერი უთხრა. ის უბრალოდ უსმენდა. რადგან ყველაფერი, რასაც ეს ქალი ამბობდა, იყო სიმართლე. მე ვხედავ შენს მომავალს, გაგრძელდა ქალმა. მე ვხედავ, რომ შენ გაიქცევი. მე ვხედავ, რომ შენ დატოვებ ყველაფერს, შენს სახლს, შენს ქვეყანას, შენს ოჯახს. მე ვხედავ, რომ შენ წახვალ შორს ცივ ქვეყანაში, სადაც ყინვა და ნისლი. მაგრამ მე ასევე ვხედავ, რომ შენ ვერ გაიქცევი შენს ბედს. რადგან შენი ბედი არ არის აქ, საქართველოში. შენი ბედი არის იქ, იმ ცივ ქვეყანაში, სადაც შენ წახვალ. ბადრი მიკითხა, რა არის ჩემი ბედი? ქალმა დააყოვნა, შეხედა ბანკოებს, შემდეგ შეხედა ბადრის თვალებში. შენი ბედი არის დასრულება. მაგრამ არა ისეთი დასრულება, როგორცაც შენ ელოდები. შენ ფიქრობ, რომ შენ მოკვდები ძველი ადამიანი, შენ საწოლში, გარშემორტყმული შენი ოჯახით. მაგრამ ეს არ არის შენი ბედი. შენი ბედი არის დასრულება უეცრად, როდესაც შენ ნაკლებად ელოდები მას, როდესაც შენ ფიქრობ, რომ შენ ხარ უსაფრთხოდ. ბადრი მიკითხა, როდის? როდის მოხდება ეს? ქალმა უთხრა, მე არ შემიძლია გითხრა ზუსტი თარიღი. მაგრამ მე შემიძლია გითხრა ნიშნები. როდესაც შენ დაინახავ თოლს იმ ქალაქში, სადაც შენ წახვალ, როდესაც შენ გაიგონ ზარს შუაღამისას, როდესაც შენ იგრძნობ ტკივილს შენს გულში, ეს იქნება ნიშნები. და როდესაც ეს ნიშნები მოვა, შენ უნდა იცოდე, რომ შენი დრო ახლოვდება. ბადრი დაბრუნდა თბილისში იმ ღამეს შეცვლილი ადამიანი. მისი დაცვის თანამშრომელი, რომელიც იყო მასთან იმ ვიზიტზე, ამბობს, რომ ბადრი არ ილაპარაკა მთელი გზის განმავლობაში. ის უბრალოდ იჯდა უკან მანქანაში და უყურებდა ფანჯარას, დაკარგული თავის ფიქრებში. როდესაც ისინი მივიდნენ თბილისში, ბადრიმ უთხრა თავის დაცვის თანამშრომელს, არავის არაფერი უთხრა ამ ვიზიტის შესახებ. არავის. ეს არის ჩვენი საიდუმლოება. მაგრამ რაღაც შეიცვალა ბადრის ქცევაში ამ ვიზიტის შემდეგ. ის გახდა უფრო ფრთხილი, უფრო ეჩვიანი, უფრო პარანოიული. ის დაიწყო თავისი დაცვის გუნდის ცვლა, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან წლების განმავლობაში, უეცრად იყვნენ ჩანაცვლებული ახალი ადამიანებით. ის დაიწყო თავისი მარშრუტების ცვლა, ის აღარ დადიოდა იმავე გზებით, აღარ ხვდებოდა იმავე ადგილებში, აღარ იყენებდა იმავე მანქანებს. ის დაიწყო თავისი საიდუმლო შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრები, რომლებზეც არავინ იცოდა, გარდა მისი ყველაზე ახლო წრისა. მისი ოჯახი შეშფოთდა. ელენე, მისი მეუღლე, ეკითხებოდა მას რა მოხდა, რატომ შეიცვალა ის ასე უეცრად. მაგრამ ბადრი არაფერს უთხრა მას. ის უბრალოდ ამბობდა, ყველაფერი კარგად არის. მე უბრალოდ ვიცავ ჩვენს ოჯახს. მაგრამ ელენე იცოდა, რომ რაღაც არ იყო კარგად. ის ხედავდა შიშს მისი თვალებში, შიშს, რომელიც არასოდეს ჰქონია ბადრის ადრე. ერთ-ერთმა მისმა ახლო მეგობარმა, რომელიც იცოდა იმ ვიზიტის შესახებ მკითხველთან, ეკითხა მას, რა გითხრა მან? რა გაშინა შენ ასე? ბადრიმ უთხრა, ის მითხრა რაღაც, რაც მე არ შემიძლია დაივიწყო. ის მითხრა, რომ ჩემი ყველაზე დიდი მტერი არ არის გარეთ, არამედ შიგნით.
ის მითხრა, რომ ადამიანი, რომელიც მომკლავს მე, არ იქნება უცხო, არამედ ვიღაც, ვისაც მე ვიცნობ, ვისაც მე ვენდობი, ვისაც მე ვუყვარვარ. და ეს არის ის, რაც მაშინებს მე, არა სიკვდილი, არამედ ღალატი. ეს იყო წინასწარმეტყველება, რომელიც აწამებდა ბადრის დანარჩენი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ის იწყებდა ეჩვის შეტანას ყველაში, მის თანამშრომლებში, მის მეგობრებში, თუნდაც მის ოჯახის წევრებში. ის იწყებდა ხედავდეს ღალატს ყველგან, თუნდაც იქ, სადაც ის არ იყო. ეს იყო პარანოია, რომელიც ნელ-ნელა შთანთქავდა მას, რომელიც აქცევდა მას ჩრდილად მისი ყოფილი თავისა. მაგრამ იყო ეს მხოლოდ პარანოია? თუ იყო რაღაც მეტი? იყო ის მკითხველი მართალი? იყო ის ნამდვილად ვიღაც ბადრის ახლოწრიდან, ვინც აპირებდა მის ღალატს? და თუ ასე იყო, ვინ იყო ეს ადამიანი? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები. მაგრამ ის, რაც მოხდა მოგვიანებით, ბადრის გაქცევა, იმედის დახურვა, მისი სიკვდილი ლონდონში, ყველაფერი ეს ჩანს როგორც დადასტურება იმ წინასწარმეტყველებისა, რომელიც გაკეთდა იმ ღამეს მთებში. წარმოიდგინეთ შავი ჩემოდანი, სავსე ოქროს ღერძებით და დოლარებით, ჩატვირთული სასტრაფოდ საიდუმლო თვითმფრინავში 21 დეკემბრის ღამეს. იმ თვითმფრინავის პილოტი ცოცხალია დღესაც და ამტკიცებს, რომ ტვირთი მივიდა შვეიცარიაში. მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში ეს სიმდიდრე არ არსებობს. რამდენი ტონა ოქრო გაქრა ქვეყნის რეზერვებიდან იმ ღამეს? და ვინ ფლობს დღეს კოდებს დიქტატორის საიდუმლო ანგარიშებიდან? ეს ისტორია არ არის ბადრი პატარკაციშვილის შესახებ. ეს ისტორია არის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ იცავს ის საკუთარ თავს, როგორ ქმნის ის საკუთარ რეალობას. მაგრამ ბადრის ისტორია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ამ მექანიზმისა, რადგან ბადრი იყო ადამიანი, რომელმაც ნახა ეს სისტემა შიგნიდან, რომელმაც გაიგო მისი წესები, რომელმაც სცადა თამაში ამ წესებით და რომელმაც საბოლოოდ წააგო. მაგრამ რატომ წააგო ის? რა იყო მისი შეცდომა? იყო ის ძალიან ამბიციური? იყო ის ძალიან პრინციპული? თუ იყო ის უბრალოდ ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა არასწორ ადგილას არასწორ დროს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როდესაც ყველაფერი დაიწყო ცვლილება, იმ მომენტს, როდესაც ბადრიმ გადაწყვიტა, რომ ის აღარ იქნებოდა მხოლოდ ბიზნესმენი, არამედ გახდებოდა პოლიტიკური ფიგურა. ეს მომენტი მოვიდა 2007 წლის ზაფხულში, როდესაც ბადრიმ გადაწყვიტა, რომ ის გამოიყენებდა იმედის ტელეარხს არა მხოლოდ როგორც ბიზნეს აქტივს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს. ის დაიწყო კრიტიკა სააკაშვილის მთავრობის მიმართ, არა პირდაპირ, არამედ ირიბად საშუალებით თავისი ჟურნალისტებისა, რომლებიც იწყებდნენ დასმას უხერხულ კითხვებს, რომლებიც იწყებდნენ გამოძიებას კორუფციის საქმეებს, რომლებიც იწყებდნენ ჩვენებას იმ მხარეს ვარდების რევოლუციისა, რომელიც არ ჩანდა ოფიციალურ პროპაგანდაში. სააკაშვილის მთავრობა თავდაპირველად ცდილობდა იგნორირებას ამ კრიტიკისა. მაგრამ როდესაც იმედის რეიტინგები დაიწყო ზრდა, როდესაც ხალხი დაიწყო ნდობა ამ არხის მიმართ უფრო მეტად, ვიდრე სახელმწიფო არხების მიმართ, მთავრობამ მიხვდა, რომ ეს იყო საფრთხე. ეს იყო საფრთხე არა მხოლოდ მთავრობის იმიჯისთვის, არამედ მთავრობის არსებობისთვის. რადგან თუ ხალხი დაიწყებდა ეჩვის შეტანას ოფიციალურ ნარატივში, თუ ხალხი დაიწყებდა კითხვების დასმას, მაშინ მთელი სისტემა შეიძლებოდა ჩამოიშალოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ იმედი უნდა დახურულიყო. მაგრამ როგორ შეეძლო მას დაეხურა ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხი ქვეყანაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყო დემოკრატიული? მას სჭირდებოდა საბაბი, რაღაც რაც გაამართლებდა ამ ნაბიჯს, რაღაც რაც აჩვენებდა, რომ ეს იყო არა ცენზურა, არამედ აუცილებლობა. ეს საბაბი მოვიდა მე-7 ნოემბერს, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში თბილისში. ოფიციალური ვერსიით ეს იყო სპონტანური აქცია, რომელიც ემუქრებოდა ქვეყნის სტაბილურობას. მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც გამოჩნდა მოგვიანებით, ამბობს, რომ ეს აქცია იყო ნაწილობრივ პროვოცირებული, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტები იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციაში, რომ ისინი ხელს უწყობდნენ რადიკალიზაციას, რომ ისინი აპროვოცირებდნენ ძალადობას. რატომ? რადგან ძალადობა იყო ის, რაც სჭირდებოდა სააკაშვილს. ძალადობა იყო საბაბი, რომ გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა. ძალადობა იყო საბაბი, რომ გამოეყენებინა ძალა. ძალადობა იყო საბაბი, რომ დაეხურა იმედი. და როდესაც ძალადობა მოხდა, როდესაც დემონსტრანტები დაიწყეს ქვების სროლა პოლიციის მიმართ, როდესაც პოლიცია დაიწყო გაზის გამოყენება, როდესაც ქუჩები გადაიქცა ბრძოლის ველად, სააკაშვილმა მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. იმ ღამეს, როდესაც სპეცრაზმი შეიჭრა იმედის შენობაში, ისინი არ მოვიდნენ მხოლოდ დოკუმენტების მოსაპოვებლად.
ისინი მოვიდნენ გზავნილის გასაგზავნად, გზავნილი ბადრისთვის, გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ შეეძლო წინააღმდეგობა ხელისუფლებას. გზავნილი იყო მარტივი, თქვენ არ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. თქვენ არ შეგიძლიათ იბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დანებდეთ ან განადგურდეთ. ბადრიმ არ დანებდა. ის გაიქცა, მაგრამ არ დანებდა. ის წავიდა ლონდონში, მაგრამ არ დანებდა. ის გააგრძელა ბრძოლა, ახლა უკვე არა საქართველოდან, არამედ ემიგრაციაში, არა იმედის საშუალებით, არამედ საკუთარი ფულით, საკუთარი კავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით. ის გამოაცხადა, რომ ის იბრძოლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ის გამოაცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა საქართველოში. ის გამოაცხადა, რომ ის ამხელდა სიმართლეს. მაგრამ ის არასოდეს დაბრუნდა. ის მოკვდა ლონდონში 2008 წლის თებერვალში, 2 თვის შემდეგ მისი გაქცევის შემდეგ. ოფიციალური ვერსიით ის გარდაიცვალა გულის შეტევისგან. მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის მისი ოჯახი, მისი მეგობრები, მისი თანამშრომლები არ სჯერა ამ ვერსიას. ისინი სჯერა, რომ ბადრი მოკლეს, არა პირდაპირ, არამედ ირიბად საშუალებით მეთოდებისა, რომლებიც არ ტოვებს კვალს, რომლებიც არ ტოვებს მტკიცებულებას. ვინ მოკლა ბადრი? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ბადრის სიკვდილი იყო მოსახერხებელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი საიდუმლოებებიც ბადრი მიცოდა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ბიზნესიც ბადრი ემუქრებოდა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ძალაუფლებაც ბადრი ეჩქვეშაყენებდა. ბადრის სიკვდილი იყო გადაწყვეტა პრობლემისა, რომელიც ჰქვია სიმართლე. მაგრამ სიმართლე არ კვდება ადამიანთან ერთად. სიმართლე რჩება დოკუმენტებში, რომლებიც ბადრიმ დატოვა. სიმართლე რჩება მოგონებებში იმ ადამიანებისა, რომლებმაც იმუშავეს მასთან. სიმართლე რჩება კითხვებში, რომლებსაც ჩვენ ვაგრძელებთ დასმას. და ერთ დღეს, შესაძლოა, ეს სიმართლე გამოვა ზედაპირზე. შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს. რადგან ისტორია ყოველთვის ითხოვს თავის ანგარიშს. და ისტორია ყოველთვის იგებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, მისი ჯანმრთელობის ნამდვილი მდგომარეობა, მისი ევაკუაციის გეგმები, მისი საიდუმლო შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან, მისი ფინანსური სქემები, რომლებიც აკავშირებდა თბილისს ლონდონთან, მოსკოვს ვაშინგტონთან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, რომ თქვენი უფროსი ფლობს ინფორმაციას, რომელიც შეუძლია დაამხოს არა მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი. მე-7 ნოემბერს 2007 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა გადაწყვიტა, რომ ბადრის ერთგულება აღარ იყო ღირებული მისი სიცოცხლის? რა მოხდა იმ საიდუმალო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2 დღით ადრე შტურმამდე, შეხვედრაზე, რომელზეც არავინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადაც ერთი ადამიანი მაინც იყო და ყველაფერი გაიგონა. მისი სახელია ლევანი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან ის ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია. ლევანი იყო ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი იმედის შენობაში, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა საიდუმლო ოთახის ელექტრონულ სისტემებზე, ყველა დამალულ კამერაზე, ყველა აუდიო ჩამწერ მოწყობილობაზე. ის იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა და ისმენდა ყველაფერს, მაგრამ რომელზეც არავინ ფიქრობდა, რადგან ის იყო უბრალოდ ტექნიკოსი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს და არ ერეოდა პოლიტიკაში. მაგრამ მე-5 ნოემბრის საღამოს 2 დღით ადრე შტურმამდე ლევანმა დაინახა რაღაც, რაც არ უნდა დაენახა. ის მუშაობდა გვიან ღამით, ამოწმებდა უსაფრთხოების სისტემებს ერთ-ერთ საიდუმლო ოთახში, როდესაც გაიგონა ხმები დერეფანში. ის გამორთო შუქები და დაიმალა კარადაში, რადგან იცოდა, რომ ამ დროს არავინ უნდა ყოფილიყო ამ სართულზე. ხმები უახლოვდებოდა და ლევანმა ამოიცნო ერთ-ერთი ხმა, ეს იყო ბადრის უახლოესი თანაშემცის ხმა, ადამიანი, რომელსაც ბადრი ენდობოდა როგორც საკუთარ თავს, ადამიანი, რომელიც იყო მასთან ყველა საიდუმლო შეხვედრაზე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მაგრამ მეორე ხმა იყო უცხო. ეს იყო ხმა, რომელიც საუბრობდა ქართულად, მაგრამ აქცენტით, რუსული აქცენტით, როგორც ამბობს ლევანი. 2 ადამიანი შევიდნენ ოთახში, რომელიც იყო ლევანის დამალვის ადგილის გვერდით და დაიწყეს საუბარი. ლევანი ვერ ხედავდა მათ, მაგრამ ისმენდა ყველაფერს. და ის, რასაც ის გაიგონა, შეცვალა ყველაფერი. 2 დღის შემდეგ ყველაფერი დასრულდება, თქვა ბადრის თანაშემწემ. სპეცრაზმი შემოვა მე-7 ნოემბრის ღამეს.
ისინი დახურავენ არხს. ისინი დააკავებენ ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს. ბადრი უნდა გაიქცეს, თორემ ის დააკავებენ. მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის გაიქცევს სწორ მიმართულებით. უცხო ხმა მიკითხა, რა ნიშნავს სწორ მიმართულებით? ბადრის თანაშემწემ უპასუხა, ის გეგმავს გაფრენას ვარშავაში. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მას ვარშავაში წასვლის საშუალება. ვარშავა ძალიან ახლოსაა მოსკოვთან. ჩვენ გვჭირდება ის ლონდონში. ლონდონში ჩვენ შეგვიძლია მის კონტროლი. ლევანი ამბობს, რომ მისი გული გაჩერდა იმ მომენტში. ის ხვდებოდა, რომ ის ისმენდა ჩანაფიქრს არა მხოლოდ იმედის დახურვის, არამედ ბადრის თავად მანიპულირების. ბადრის უახლოესი თანაშემწე ადამიანი, რომელსაც ისენდობოდა უპირობოდ იყო ორმაგი აგენტი. ის მუშაობდა არა ბადრისთვის, არამედ ვიღაცისთვის სხვისთვის, ვინც აკონტროლებდა მოვლენებს უკან პერდის მიღმა. როგორ დავრწმუნდეთ, რომ ისწავა ლონდონში? იკითხა უცხო ხმამ. ბადრის თანაშემწემ უპასუხა, მე მივცემ მას ინფორმაციას, რომ ვარშავის მარშრუტი კომპრომეტირებულია. მე მივცემ მას ახალი მარშრუტი, ლონდონის მარშრუტი. ის მიენდობა მე. ის ყოველთვის მენდობა მე. და როდესაც ის იქნება ლონდონში, თქვენი ადამიანები იქნებიან მზად. უცხო ხმამ თქვა, კარგი. მაგრამ რა მოხდება დოკუმენტებთან? ის წაიღებს მათ თავისთან, ბადრის თანაშემწემ უპასუხა, დიახ, ის წაიღებს ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს. მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ჩვენ ვიცით, სად ინახავს ის მათ ლონდონში. ჩვენ მივიღებთ მათ, როდესაც დრო მოვა. ლევანი ამბობს, რომ ის იჯდა იმ კარადაში კიდევ 2 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 2 ადამიანი წავიდა, ვერ ბედავდა გამოსვლას, ვერ ბედავდა მოძრაობას, ვერ ბედავდა სუნთქვასაც კი. მისი გონება მუშაობდა ფრენეტიკულად, რა უნდა გაეკეთებინა. უნდა ეთქვა ბადრისთვის. მაგრამ როგორ? თუ ის ეთყოდა ბადრისთვის, ბადრი ეთყოდა თავის თანაშემწეს და მაშინ ღალატი გაიგებდა, რომ ლევანმა იცოდა. და მაშინ ლევანის სიცოცხლე იქნებოდა საფრთხეში. მაგრამ თუ ის არ ეთყოდა, მაშინ ბადრი გაფრინდებოდა ლონდონში, ფიქრობდა, რომ ის იყო უსაფრთხოდ, მაგრამ სინამდვილეში ის იქნებოდა ხაფანგში, რომელიც მოეწყო მისი საკუთარი უახლოესი თანაშემწის მიერ. ლევანმა გადაწყვიტა, რომ ის არ ეთყოდა პირდაპირ ბადრისთვის. ის ეთყოდა სხვა ადამიანს, გიორგის, ბადრის უსაფრთხოების უფროს ადამიანს, რომელსაც ლევანი იცნობდა და ენდობოდა. მაგრამ როდესაც ლევანმა სცადა დაკავშირება გიორგისთან მე-6 ნოემბრის დილით, გიორგი არ პასუხობდა ტელეფონს. ლევანმა სცადა კიდევ და კიდევ, მაგრამ არაფერი. მხოლოდ მოგვიანებით გაიგო ლევანმა, რომ გიორგი იყო გათავისუფლებული თავისი თანამდებობიდან მე-5 ნოემბრის საღამოს, ზუსტად იმავე საღამოს, როდესაც ლევანმა გაიგონა ის საუბარი. ეს არ იყო დამთხვევა. ბადრის თანაშემწემ უზრუნველყო, რომ გიორგი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა გეგმა, იყო მოშორებული თავის პოზიციიდან სწორედ იმ კრიტიკულ მომენტში. ლევანი იყო მარტო. ის იცოდა სიმართლე, მაგრამ არ შეეძლო გაეზიარებინა იგი. ის უყურებდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მე-7 ნოემბერს, როგორ გამოვიდნენ დემონსტრანტები ქუჩებში, როგორ გამოაცხადა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა, როგორ შეიჭრა სპეცრაზმი იმედის შენობაში. და ის უყურებდა, როგორ გაიქცა ბადრი, არა ვარშავაში, როგორც ის თავდაპირველად გეგმავდა, არამედ ლონდონში, ზუსტად ისე, როგორც ბადრის თანაშემწემ დაგეგმა. მე ვიცოდი, რომ ბადრი ფიქრობდა, რომ ის გაექცა, ამბობს ლევანი, მისი ხმა ავსებს მწუხარებით. მაგრამ სინამდვილეში ის არ გაექცა. ის წავიდა ზუსტად იქ, სადაც მათ სურდათ, რომ წასულიყო. ის იყო თავისუფალი, მაგრამ ის არ იყო უსაფრთხოდ. ის იყო ლონდონში, მაგრამ ის იყო ხაფანგში. და მე ვიცოდი ეს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. 2 თვის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა ლონდონში. ლევანი ამბობს, რომ როდესაც მან გაიგო ეს ამბავი, მან მიხვდა, რომ ის, რასაც ის გაიგონა იმ ღამეს, არ იყო მხოლოდ ჩანაფიქრი იმედის დახურვის. ეს იყო ჩანაფიქრი ბადრის თავად განადგურების. ბადრის თანაშემწემ არა მხოლოდ გაყიდა ბადრი, არამედ მიაწოდა იგი იმ ადამიანებთან, რომლებმაც საბოლოოდ მოკლეს იგი. ვინ იყო ეს თანაშემწე? ლევანი არ შეიძლება დაასახელოს სახელი, რადგან ის ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ დაიცვას საკუთარი თავის სასამართლოში. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს ადამიანი ცოცხალია დღესაც, ცხოვრობს კომფორტულად, არავინ ეჩვობს მას. ის არის ადამიანი, რომელიც გადარჩა ყველაფერს, ამბობს ლევანი. ის არის ადამიანი, რომელიც იცის, როგორ ითამაშოს თამაში. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის გამარჯვებულ მხარეს.
და ის არის ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ ჯერ კიდევ მუშაობს იმ ძალებისთვის, რომლებმაც მოკლეს ბადრი. მაგრამ რა იყო ის ძალები? ვინ იყო ის უცხო ხმა, რომელიც ლევანმა გაიგონა იმ ღამეს? იყო ის რუსული სპეცსამსახურის აგენტი? იყო ის დასავლური სპეცსამსახურის აგენტი? თუ იყო ის ვიღაც სხვა ვიღაც, ვინც მუშაობდა არა ერთი ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის, ვინც იყენებდა ბადრის როგორც ფიგურას უფრო დიდ თამაშში. ეს არის კითხვები, რომლებზეც ლევანი არ აქვს პასუხები. მაგრამ ის, რასაც ის იცის, არის საკმარისი, რომ შეეშინდეს არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლისთვის, არამედ იმისთვის, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, ვინ აკონტროლებს მას, რა არის ნამდვილი ძალა უკან პერდის მიღმა. უსაფრთხოების სამსახურმა ინახავდა საიდუმლო დოსიეებს კოდით 105444 დოსიეები ასე საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია ბადრის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, მისი ევაკუაციის გეგმების შესახებ რევოლუციის შემთხვევაში და რაღაც გაცილებით შოკის მომგვრელი, ნამდვილი ურთიერთობები ელენესა და რეჟიმის ახლობლებს შორის. რატომ განადგურდა ეს დოსიეები სწორედ იმ დღეს, როდესაც ბადრის ისტორია ბოლოს მიუახლოვდა? რა იყო იმ ფურცლებზე, რომლებიც ასე ეშინოდათ, რომ ცეცხლს მისცეს ისინი იმავე საათში, როდესაც სპეცრაზმა დატოვა იმედის შენობა? არსებობს ადამიანი, რომელმაც ნახა ეს დოსიეები, არა მთლიანად, არამედ ფრაგმენტები, საკმარისი ფრაგმენტები, რომ გაეგო რა იყო მათში. მისი სახელია ნინო, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი. ნინო იყო არქივისტი უსაფრთხოების სამსახურში 2006-დან 2008 წლამდე. მისი საქმე იყო ორგანიზება და კატალოგიზაცია საიდუმლო დოკუმენტებისა და არწმუნება, რომ ყველაფერი იყო სწორ ადგილას, სწორ დროს. ის იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა ყველაფერს, მაგრამ რომელზეც არავინ ფიქრობდა, რადგან ის იყო უბრალოდ არქივისტი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს და არ სვამდა კითხვებს. მაგრამ მე-7 ნოემბრის ღამეს ნინომ მიიღო ბრძანება, რომელიც შეცვალა ყველაფერი. მას დაურეკეს შუაღამისას მისი უფროსი ადამიანი, რომელსაც ის არასოდეს ჰქონდა ნანახი ნერვიული, ახლა საუბრობდა ხმით, რომელიც კანკალებდა. ნინო, შენ უნდა მოხვიდე ოფისში ახლავე. ეს არის გადაუდებელი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ნინო ჩაიცვა და წავიდა ოფისში, არ იცოდა რას ელოდა. როდესაც ის მივიდა, ის ნახა რაღაც, რასაც ის არასოდეს ელოდა. არქივის ოთახი იყო სავსე ადამიანებით, არა ჩვეულებრივი თანამშრომლებით, არამედ უმაღლესი რანგის ოფიცრებით, ადამიანებით სამხედრო ფორმაში, ადამიანებით, რომლებიც ჩვეულებრივ არასოდეს ჩამოდიოდნენ ამ სართულზე. ისინი ხსნიდნენ კარადებს, იღებდნენ დოსიეებს, აწყობდნენ მათ გროვებად იატაკზე. ნინოს უფროსმა უთხრა, ნინო, ჩვენ გვაქვს ბრძანება განვადგუროთ ყველა დოსიე, რომელიც დაკავშირებულია პატარკაციშვილთან. ყველა დოსიე, მისი ჯანმრთელობის, მისი ბიზნესის, მისი პოლიტიკური აქტივობების, მისი პირადი ცხოვრების. ყველაფერი უნდა გაქრეს. ახლავე. ნინო იყო შოკში. ის იცოდა, რომ ეს დოსიეები იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქივი მთელ სამსახურში. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას არა მხოლოდ ბადრის შესახებ, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტის შესახებ, რომელიც იყო დაკავშირებული მასთან. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც მტკიცებულება, როგორც ისტორიული ჩანაწერი, როგორც დაცვა მომავალი თაობებისთვის. და ახლა ისინი აპირებდნენ განადგურებას ყველაფრისა. რატომ? იკითხა ნინომ. მისმა უფროსმა შეხედა მას თვალებით, რომლებიც ამბობდა, ნუ სვამ კითხვებს. მაგრამ შემდეგ მან თქვა რაღაც, რაც ნინო არასოდეს დაივიწყებს, რადგან ეს დოსიეები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეუძლია დაამხოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი სისტემა. და ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ ამის საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ სისტემა. ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა. ნინო დაიწყო მუშაობა. ის იღებდა დოსიეებს, ხსნიდა მათ, უყურებდა მათ ბოლო ერთხელ, შემდეგ აწყობდა მათ გროვებად, რომლებიც მიეცემოდა სხვა ადამიანებს, რომლებიც წაიღებდნენ მათ სპეციალურ ოთახში, სადაც ისინი დაიწვებოდნენ. ეს იყო პროცესი, რომელიც გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში. მაგრამ ნინო არ იყო უბრალოდ მექანიკური მუშაკი. ის იყო არქივისტი, ადამიანი, რომელიც აფასებდა ინფორმაციას, რომელიც ესმოდა მისი ღირებულება. და როდესაც ის უყურებდა ამ დოსიეებს, ის ხედავდა რაღაცას, რაც აიძულებდა მას გაეკეთებინა რაღაც, რაც ის არასოდეს ფიქრობდა, რომ გააკეთებდა. ის დაიწყო ფურცლების დამალვა. არა ბევრი, მხოლოდ რამდენიმე ფურცელი თითოეული დოსიიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცლები, რომლებიც შეიცავდნენ ყველაზე შოკისმომგვრელ ინფორმაციას. ის აწყობდა მათ თავის ჩანთაში, ფრთხილად, რომ არავინ დაენახა.
ის იცოდა, რომ ეს იყო საშიში, რომ თუ ის დაიჭერდნენ, ის დაისჭებოდა, შესაძლოა თუნდაც ციხით. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის არ გააკეთებდა ამას, სიმართლე გაქრებოდა სამუდამოდ. რა იყო ამ ფურცლებზე? ნინო ამბობს, რომ ის არ შეიძლება გაამჟღავნოს ყველა დეტალი, რადგან ის ამბობს, რომ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ არის საშიში. მაგრამ ის შეიძლება გვითხრას ზოგიერთი რამ. იქ იყო მედიცინური ანგარიშები ბადრის ჯანმრთელობის შესახებ, ანგარიშები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მას ჰქონდა სერიოზული გულის პრობლემები უკვე 2006 წლიდან, პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ფატალური ნებისმიერ მომენტში. იქ იყო დოკუმენტები მისი ფინანსური ტრანზაქციების შესახებ, ტრანზაქციები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ის გადარიცხავდა დიდ თანხებს ოფშორულ ანგარიშებზე კვირების განმავლობაში ადრე მისი გაქცევამდე, თითქოს ის ემზადებოდა რაღაცისთვის. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო დოკუმენტები მისი პირადი ცხოვრების შესახებ. აგრძელებს ნინო. იქ იყო ჩანაწერები საიდუმლო შეხვედრების შესახებ, შეხვედრები, რომლებზეც ბადრი ხვდებოდა ადამიანებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მის ცხოვრებაში, უცხოელი დიპლომატები, სპეცსამსახურების აგენტები, ბიზნესმენები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებულნი ორგანიზებულ დანაშაულთან. იქ იყო ფოტოები, აუდიო ჩანაწერები, ვიდეოები. იქ იყო ყველაფერი, რაც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც შანტაჟი, როგორც კონტროლი, როგორც იარაღი. ნინო ამბობს, რომ როდესაც ის კითხულობდა ამ დოკუმენტებს, ის ხვდებოდა, რომ ბადრი არ იყო უბრალოდ ბიზნესმენი, რომელიც გახდა პოლიტიკური ფიგურა. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ჩართული რაღაცაში გაცილებით დიდში, რაღაცაში, რაც სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს, რაღაცაში, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ ძალებთან, გლობალურ ინტერესებთან, გლობალურ თამაშებთან. ბადრი იყო ფიგურა შახმატის დაფაზე, ამბობს ნინო. მაგრამ ის არ იყო მოთამაშე. ის იყო ფიგურა, რომელსაც მოძრაობდნენ სხვები, ძალები, რომლებიც იყვნენ გაცილებით ძლიერები ვიდრე ის, ძალები, რომლებიც იყენებდნენ მას თავიანთი მიზნებისთვის. მაგრამ ვინ იყო ეს ძალები? ნინო ამბობს, რომ დოკუმენტებში არ იყო პირდაპირი პასუხები, მაგრამ იყო მინიშნებები, რომლებიც მიუთითებდა სხვადასხვა მიმართულებით. იქ იყო ხსენება რუსული სპეცსამსახურების შესახებ, სამსახურები, რომლებიც აკონტროლებდნენ ბადრის ბიზნესს რუსეთში, რომლებიც იყენებდნენ მას როგორც არხს ინფორმაციის მოსაპოვებლად საქართველოს შესახებ. იქ იყო ხსენება დასავლური სპეცსამსახურების შესახებ, სამსახურები, რომლებიც აკონტროლებდნენ ბადრის კავშირებს დასავლეთთან, რომლებიც იყენებდნენ მას როგორც არხს ინფორმაციის მოსაპოვებლად რუსეთის შესახებ. ბადრი იყო ორმაგი აგენტი, არა იმიტომ, რომ ის აირჩია ეს, არამედ იმიტომ, რომ ის იყო იძულებული ამისკენ, იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. ნინო ამბობს, რომ როდესაც ის დაასრულა თავისი მუშაობა იმ ღამეს, როდესაც ყველა დოსიე იყო განადგურებული, ის წავიდა სახლში თავისი ჩანთით, რომელიც შეიცავდა იმ ფურცლებს, რომლებიც ის დამალა. ის იცოდა, რომ ეს იყო საშიში, რომ თუ ვინმე გაიგებდა, ის იქნებოდა საფრთხეში. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო მისი მოვალეობა ისტორიის მიმართ, მოვალეობა სიმართლის მიმართ, მოვალეობა მომავალი თაობების მიმართ. მე ვინახავ ამ დოკუმენტებს უკვე 25 წელია, ამბობს ნინო. მე ვინახავ მათ საიდუმლო ადგილას, სადაც არავინ იპოვის მათ. მე ველოდები სწორ მომენტს, როდესაც ეს დოკუმენტები შეიძლება გამოქვეყნდეს უსაფრთხოდ, როდესაც ისინი შეიძლება გამოყენებულიყოს როგორც მტკიცებულება, როგორც ისტორიული ჩანაწერი. მაგრამ ეს მომენტი ჯერ არ მოსულა. რადგან ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ისტორიაში, ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან, ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არიან, ჯერ კიდევ საშიშნი არიან. მაგრამ როდის მოვა ეს მომენტი? ნინო ამბობს, რომ ის არ იცის. შესაძლოა 1 წლის შემდეგ, შესაძლოა 10 წლის შემდეგ, შესაძლოა 30 წლის შემდეგ. მაგრამ ერთ დღეს ეს დოკუმენტები გამოვა ზედაპირზე. და მაშინ ხალხი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი, რა როლი ითამაშა ის, რატომ მოკლეს ის. და მაშინ შესაძლოა მისი სიკვდილი არ იქნება უაზრო. შესაძლოა მისი სიკვდილი იქნება გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ცდილობს იბრძოლოს სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არის ძლიერი ვიდრე ის. რა ხდება, როდესაც ადამიანი, რომელიც წყვეტდა მილიონების ბედს, კანკალებდა, როდესაც წამოდგებოდა სავარძლიდან. ბადრი პატარკაციშვილის პირადმა ექიმმა, რომელიც მუშაობდა მასთან ბოლო 2 წლის განმავლობაში, ინახავს ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს სურათს, რომელიც არასოდეს გამოჩნდა საჯაროდ. ეს არის ისტორია არა ძალაუფლების, არამედ სისუსტის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იწყებს სხეული ღალატს, როდესაც გონება ჯერ კიდევ ცდილობს აკონტროლოს ყველაფერს.
ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ადამიანი, რომელიც აშენებდა იმპერიას, თქვა საკუთარი სხეულისას, საკუთარი შიშებისას, საკუთარი დაღლილობისა. მისი სახელია თამარ, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი. თამარი იყო კარდიოლოგი, რომელიც დაიქირავა ბადრიმ 2006 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მან განიცადა პირველი სერიოზული გულის შეტევა. ეს შეტევა არ იყო საჯარო, ბადრიმ დაფარა, იგი არ უთხრა არავის, თუნდაც თავის ოჯახს. მან უბრალოდ დაიქირავა თამარი, უთხრა მას, რომ ეს იყო საიდუმლო და დაიწყო მკურნალობა. როდესაც მე პირველად შევხვდი ბადრის, ის ცდილობდა ჩანდეს ძლიერად იხსენებს თამარი. ის საუბრობდა ხმამაღლა, მოძრაობდა სწრაფად, ცდილობდა აჩვენოს, რომ ის იყო კონტროლში. მაგრამ მე ვხედავდი სიმართლეს, მე ვხედავდი, რომ მისი გული იყო სუსტი, რომ მისი სხეული იყო დაღლილი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა სტრესში 10 წლეულების განმავლობაში და ახლა მისი სხეული იწყებდა ანგარიშის მოთხოვნას. თამარმა დაიწყო მკურნალობა, მედიკამენტები, დიეტა, ვარჯიშები. მაგრამ ბადრი არ იყო კარგი პაციენტი. ის არ იღებდა მედიკამენტებს რეგულარულად, არ იცავდა დიეტას, არ აკეთებდა ვარჯიშებს. ის ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა დრო, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი საქმეები, რომ ის არ შეეძლო შეეჩერებინა თავისი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გული იყო სუსტი. ის ამბობდა, თამარ, მე არ შემიძლია ვიყო სუსტი. თუ მე ვიქნები სუსტი, ისინი მომკლავენ მე, იხსენებს თამარი. ვინ იყო ისინი? თამარი არ იცოდა იმ დროს. მაგრამ ის ხედავდა, რომ ბადრი ცხოვრობდა მუდმივ შიში, რომელიც არ იყო მხოლოდ პარანოია, არამედ რეალური საფრთხის გრძნობა. ის ყოველთვის უყურებდა უკან, ყოველთვის ამოწმებდა, ვინ იყო ოთახში, ყოველთვის ისმენდა ხმებს ტელეფონში. ის იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს ისვენებდა, არასოდეს წინავდა კარგად, არასოდეს გრძნობდა თავს უსაფრთხოდ. ეს სტრესი აუარესებდა მის ჯანმრთელობას. თამარი ხედავდა, როგორ იწყებდა ბადრის სხეული დაშლას, როგორ იწყებდა მისი ხელები კანკალებას, როგორ იწყებდა მისი სუნთქვა გახდომას მძიმე, როგორ იწყებდა მისი სახე გახდომას ფერმკრთალი. მე ვუთხარი მას, ბადრი, თუ შენ არ შეცვლი შენს ცხოვრებას, შენ მოკვდები. არა ხვალ, არა მომავალ წელს, მაგრამ მალე. შენი გული ვერ გაუძლებს ამ სტრესს. მაგრამ ის არ მისმენდა მე. ის ამბობდა, მე ვიცი, თამარ. მე ვიცი, რომ მე ვკვდები. მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება. რადგან თუ მე შევცვლი ჩემს ცხოვრებას, მე დავკარგავ ყველაფერს. რას ნიშნავდა ეს? რას ნიშნავდა დავკარგავ ყველაფერს? თამარი ფიქრობდა, რომ ბადრი საუბრობდა თავის ბიზნესზე, თავის ფულზე, თავის ძალაუფლებაზე. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ის უკეთ გაიცნო ბადრის, ის მიხვდა, რომ ბადრი საუბრობდა რაღაცაზე უფრო ღრმაზე, ის საუბრობდა თავის იდენტობაზე, თავის მიზანზე, თავის არსებობის მნიშვნელობაზე. ბადრი იყო ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა თავის თავს თავისი ძალაუფლებით, ამბობს თამარი. თუ ის კარგავდა ძალაუფლებას, ის კარგავდა თავის თავს. და ეს იყო ის, რისიც ის ეშინოდა ყველაზე მეტად, არა სიკვდილის, არამედ უმნიშვნელობის. 2007 წლის შემოდგომაზე ბადრის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. თამარი ხედავდა, რომ ის იყო კრიტიკულ წერტილში, სადაც მცირე სტრესი შეიძლებოდა გამხდარიყო ფატალური. მე ვუთხარი მას, ბადრი, შენ უნდა შეწყვიტო ყველაფერი. შენ უნდა დაისვენო. შენ უნდა წახვიდე სადმე მშვიდ ადგილას და უბრალოდ ისვენო. მაგრამ ის გაიცინა და თქვა, თამარ, მე არ შემიძლია დავისვენო. რადგან თუ მე დავისვენებ, ისინი მოვლენ და მომკლავენ მე. მე 7 ნოემბრის ღამეს, როდესაც სპეცრაზმი შეიჭრა იმედის შენობაში, თამარი იყო ბადრის სახლში, ელოდა მას. ბადრიმ დარეკა მას შუაღამისას და უთხრა, თამარ, მე ვტოვებ ქვეყანას. მე ვიქცევი. მე არ ვიცი, როდის დაუბრუნდები. მაგრამ მე მინდა გითხრა რაღაც, მე მინდა გითხრა, რომ შენ იყავი მართალი. მე უნდა მესმინა შენი. მაგრამ ახლა უკვე გვიანია. თამარმა იკითხა, რა ნიშნავს გვიანია? ბადრიმ უპასუხა, ნიშნავს, რომ მე უკვე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე აირჩია ბრძოლა. და ახლა მე უნდა ვიცხოვრო ამ არჩევანთან. ან მოვკვდე მასთან. თამარმა სცადა დაერწმუნებინა ის, რომ ის შეეძლო კიდევ შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რომ ის შეეძლო წასულიყო სადმე მშვიდ ადგილას და უბრალოდ ეცხოვრა. მაგრამ ბადრიმ უთხრა, თამარ, მე არ შემიძლია უბრალოდ ვიცხოვრო. მე უნდა ვიბრძოლო. რადგან თუ მე არ ვიბრძოლებ, მაშინ ჩემი ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა. ეს იყო ბოლო საუბარი, რომელიც თამარს ჰქონდა ბადრისთან. 2 თვის შემდეგ ის გაიგო, რომ ბადრი გარდაიცვალა ლონდონში. ოფიციალური ვერსიით ის გარდაიცვალა გულის შეტევისგან.
თამარი ამბობს, რომ ეს იყო შესაძლებელი, ბადრის გული იყო ისეთი სუსტი, რომ გულის შეტევა შეიძლებოდა მომხდარიყო ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ იყო რაღაც საეჭვო იმ გარემოებებში. ბადრი გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როდესაც ის აპირებდა დიდი პრესკონფერენციის გამართვას, ამბობს თამარი. ის აპირებდა გამოეცხადებინა დოკუმენტები, რომლებიც ამხელდა სიმართლეს სააკაშვილის რეჟიმის შესახებ. ის აპირებდა დაესახელებინა სახელები, თარიღები, თანხები. ის აპირებდა გაეკეთებინა რაღაც, რაც შეეცვლა საქართველოს ისტორიას. და შემდეგ, უეცრად, ის გარდაიცვალა. ეს არის ძალიან საეჭვო დამთხვევა. თამარი ამბობს, რომ ის არ იცის, მოკლეს თუ არა ბადრი. ის არ აქვს მტკიცებულება. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ბადრის სიკვდილი იყო მოსახერხებელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. იყო ადამიანები, რომლებსაც სურდათ ბადრის სიკვდილი, არა იმიტომ, რომ ისინი სცულდათ ის, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეშინოდათ მისი. ისინი ეშინოდათ იმისა, რასაც ის იცოდა, რასაც ის შეეძლო გაემჟღავნებინა, რასაც ის შეეძლო გაეკეთებინა. და როდესაც ის გარდაიცვალა, ისინი ამოისუნთქეს შვებით. რადგან ახლა მათი საიდუმლოებები იყო უსაფრთხოდ. მაგრამ იყო ეს საიდუმლოებები ნამდვილად უსაფრთხოდ. თამარი ამბობს, რომ ის არ ფიქრობს ასე. ბადრიმ დატოვა დოკუმენტები. ის დატოვა ჩანაწერები. ის დატოვა ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე. და ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვა ზედაპირზე. შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს. რადგან სიმართლე არ კვდება ადამიანთან ერთად. სიმართლე ცოცხლობს. და სიმართლე ყოველთვის იგებს. თამარი ამბობს, რომ ის ინახავს ბადრის მედიცინურ ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს მის ნამდვილ ჯანმრთელობას, მის მედიკამენტებს, მის სიმპტომებს. ეს ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულიყოს როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ბადრის სიკვდილი იყო ბუნებრივი, ან მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო რაღაც სხვა. მე ველოდები სწორ მომენტს, ამბობს თამარი. მომენტს, როდესაც ეს ჩანაწერები შეიძლება გამოქვეყნდეს უსაფრთხოდ, როდესაც ისინი შეიძლება გამოყენებულიყოს როგორც ნაწილი უფრო დიდი ისტორიისა. მაგრამ ეს მომენტი ჯერ არ მოსულა. როდის მოვა ეს მომენტი? ვინ გადაწყვეტს? და რა მოხდება, როდესაც ეს ჩანაწერები გამოქვეყნდება? ეს არის კითხვები, რომლებზეც თამარს არ აქვს პასუხები. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ბადრი პატარკაციშვილის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ის გრძელდება დოკუმენტებში, რომლებიც ინახება საიდუმლო ადგილებში, ადამიანებში, რომლებიც იციან სიმართლე, კითხვებში, რომლებსაც ჩვენ ვაგრძელებთ დასმას. და ერთ დღეს, შესაძლოა, ჩვენ მივიღებთ პასუხებს. შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს. რადგან ისტორია ყოველთვის ითხოვს თავის ანგარიშს. და ისტორია ყოველთვის იგებს. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბადრი პატარკაციშვილის პირად უსაფრთხოებაზე ლონდონში, ეთანხმება ლაპარაკს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს იმ უკანასკნელი კვირების შესახებ, აღმოაცენს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ იცოდით. პირდაპირი საუბრებიდან ბადრისა და უცხოელ ვიზიტორებს შორის სასოწარკვეთილი მცდელობებიდან დაეცვა საკუთარი თავი იმ მომენტამდე, როდესაც მან მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკრავთ, რომელიც გაგაგებინებთ, რომ ბადრის ბოლო დღეები არ იყო მშვიდი ემიგრაცია, არამედ ნელი, ტანჯველი მოლოდინი გარდაუვალის. მისი სახელია ალექსი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან ის ამბობს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება ჯერ კიდევ დამოკიდებულია ანონიმურობაზე. ალექსი იყო ყოფილი ბრიტანული სპეციალური ძალების ოფიცერი, რომელიც დაიქირავა ბადრიმ 2007 წლის დეკემბერში, როდესაც ის ჩამოვიდა ლონდონში. ალექსის საქმე იყო უზრუნველყოფა ბადრის ფიზიკური უსაფრთხოება, დაცვა მისი სახლისა, კონტროლი ყველა ვიზიტორისა, შემოწმება ყველა საკვებისა და სასმელისა, რომელიც შედიოდა შენობაში. როდესაც მე პირველად შევხვდი ბადრის, ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა აბსოლუტურ შიშში, იხსენებს ალექსი, მისი ხმა ჯერ კიდევ ავსებს დაძაბულობით, როდესაც ის საუბრობს იმ დღეებზე. ის არ ენდობოდა არავის, არც თავის თანამშრომლებს, არც თავის მეგობრებს, თუნდაც არც თავის ოჯახის ზოგიერთ წევრს. ის ამბობდა მე, რომ ის იცოდა, რომ ვიღაც აპირებდა მის მოკვლას, მაგრამ არ იცოდა ვინ, როდის და როგორ. ეს იყო ცხოვრება მუდმივ მოლოდინში იმისა, რაც გარდაუვალი იყო, მაგრამ რომლის დროც უცნობი იყო. ალექსი ამბობს, რომ ბადრის ჰქონდა სპეციალური პროცედურები ყველაფრისთვის. ყოველი საკვები, რომელიც შედიოდა სახლში, უნდა შემოწმებულიყო სპეციალური მოწყობილობებით ტოქსინებზე. ყოველი ვიზიტორი, თუნდაც ძველი მეგობარი, უნდა გავლილიყო უსაფრთხოების შემოწმება.
ყოველი ტელეფონის ზარი, ყოველი ელექტრონული წერილი, ყოველი შეტყობინება უნდა მონიტორინგებულიყო შესაძლო საფრთხეებზე. ეს იყო ციხე, არა სახლი, ამბობს ალექსი. ბადრი იყო თქვა საკუთარი უსაფრთხოების სისტემისა, რომელიც ის თავად შექმნა. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რასაც ალექსი უწოდებს ღამის რიტუალს. ყოველ საღამოს სანამ ბადრი დაიძინებდა, ის ამოწმებდა ყველა კარს, ყველა ფანჯარას, ყველა უსაფრთხოების კამერას პირადად. ის არ ენდობოდა თუნდაც ალექსის ამ საქმეში. ის ამბობდა, რომ თუ ის არ შეამოწმებდა ყველაფერს თავად, ის ვერ დაიძინებდა, იხსენებს ალექსი. მაგრამ სიმართლე იყო ის, რომ ის მაინც ვერ ძინავდა. ის იწვა საწოლში საათობით, თვალები ღია, უსმენდა ყოველ ხმას, ყოველ ხმაურს. ის იყო ადამიანი, რომელიც დაკარგა უნარი დასვენებისა. იმ უკანასკნელ კვირებში ბადრის ქცევა გახდა კიდევ უფრო უცნაური. ის დაიწყო საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არ იყვნენ ოთახში. ის დაიწყო ხედვა ჩრდილებისა კუთხეებში. ის დაიწყო ყვირილი ღამის შუაგულში, იღვიძებდა კოშმარებიდან, რომლებიც, როგორც ის ამბობდა, იყო უფრო რეალური ვიდრე რეალობა. მე ვფიქრობდი, რომ ის კარგავდა გონებას, ამბობს ალექსი. მაგრამ ახლა 25 წლის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ იცოდა რაღაც, რასაც მე არ ვიცოდი. ის იცოდა, რომ მისი დრო ახლოვდებოდა. ერთ საღამოს დაახლოებით 2 კვირით ადრე ბადრის გარდაცვალებამდე მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ბადრის ჰქონდა ვიზიტორი, ადამიანი, რომელიც მოვიდა გვიან საღამოს, რომელიც არ იყო დაგეგმილი, რომელიც არ გაიარა ჩვეულებრივი უსაფრთხოების პროცედურები. ალექსი ამბობს, რომ ბადრიმ პირადად უთხრა მას, რომ მიეშვა ეს ადამიანი, რომ არ შეეკითხა კითხვები, რომ დაეტოვებინა ისინი მარტო. მე არ ვიცი, ვინ იყო ეს ადამიანი, ამბობს ალექსი. მე ვნახე მხოლოდ მისი ზურგი, როდესაც ის შედიოდა. ის იყო საშუალო სიმაღლის, ატარებდა შავ პალტოს, ჰქონდა რაღაც აქცენტი, როდესაც ის საუბრობდა ბადრისთან, არა ქართული, არა რუსული, რაღაც სხვა. ისინი იყვნენ ბადრის კაბინეტში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. მე ვიდექი გარეთ, ვცდილობდი მოსმენას, მაგრამ კარი იყო ძალიან სქელი. მე ვიგონებდი მხოლოდ ხმების ბგერას, ბადრის ხმა, რომელიც იწყებდა ხმამაღლა, შემდეგ ხდებოდა უფრო და უფრო ჩუმი და საბოლოოდ თითქმის ჩუმდებოდა. როდესაც ვიზიტორი გავიდა, ალექსი შევიდა კაბინეტში და ნახა ბადრი, რომელიც იჯდა თავის სავარძელში, უყურებდა ფანჯარას, მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი. მე ვკითხე მას, ბადრი, ყველაფერი კარგად არის? ის არ უპასუხა, მე დაუყოვნებლივ. ის უბრალოდ იჯდა იქ, უყურებდა ფანჯარას, თითქოს ის ხედავდა რაღაცას, რასაც მე ვერ ვხედავდი. შემდეგ ბოლოს ის თქვა, ალექსი, ისინი მომცეს არჩევანი. ისინი უთხრეს მე, რომ მე შემიძლია წავიდე ჩუმად, ან მე შემიძლია წავიდე ხმაურით. მაგრამ ორივე შემთხვევაში მე უნდა წავიდე. რას ნიშნავდა ეს? ვინ იყო ისინი? რა არჩევანი მისცეს მათ ბადრის? ალექსი ამბობს, რომ ბადრიმ არ განუმარტა მას დეტალები. მაგრამ ის თქვა რაღაც, რაც ალექსი არასოდეს დაივიწყებს. ისინი უთხრეს მე, რომ თუ მე წავალ ჩუმად, ჩემი ოჯახი იქნება უსაფრთხოდ. მაგრამ თუ მე წავალ ხმაურით, თუ მე გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს, თუ მე ვისაუბრებ, მაშინ ჩემი ოჯახი იქნება საფრთხეში. ეს არის არჩევანი, რომელიც არავის არ უნდა გააკეთოს, არჩევანი საკუთარ სიცოცხლესა და ოჯახის უსაფრთხოებას შორის. ალექსი ამბობს, რომ ბადრიმ გადაწყვიტა წასვლა ჩუმად. ის გააუქმა დაგეგმილი პრეს-კონფერენცია. ის შეწყვიტა საუბარი ჟურნალისტებთან. ის შეწყვიტა თავისი პოლიტიკური აქტივობები. ის უბრალოდ იჯდა სახლში, ელოდა, ამბობს ალექსი. ელოდა იმას, რაც გარდაუვალი იყო. და მე ვიდექ მის გვერდით, ვცდილობდი დაცვა მისი, მაგრამ ვიცოდი, რომ მე ვერ შევძლებდი დაცვას მისი იმისგან, რაც მოდიოდა. რადგან ის, რაც მოდიოდა, არ იყო ტყვია ან დანა. ეს იყო რაღაც უფრო ხელოვნური, რაღაც, რაც არ ტოვებდა კვალს. 2 კვირის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ალექსი იყო სახლში იმ დღეს. ის ამბობს, რომ ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ბადრი იყო თავის კაბინეტში, საუბრობდა ტელეფონით. უეცრად მე გავიგონე ხმაური, რაღაც დაეცა. მე გავიქეცი კაბინეტში და ვნახე ბადრი იატაკზე, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი სუნთქვა იყო მძიმე. მე დაურეკე სასწრაფო დახმარებას, მაგრამ ვიცოდი, რომ უკვე გვიან იყო. ის გარდაიცვალა ჩემს ხელებში, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა. ოფიციალური ვერსიით, ბადრი გარდაიცვალა გულის შეტევისგან. მაგრამ ალექსი ამბობს, რომ იყო რაღაც უცნაური იმ გარემოებებში. პირველი ბადრი იყო ადამიანი, რომელიც იღებდა მედიკამენტებს თავისი გულისთვის. ის იყო ფრთხილი.
ის იცოდა თავისი მდგომარეობა. მეორე, იმ დღეს დილით, ის იყო კარგად. ის არ ჩივოდა ტკივილზე, არ ჩანდა დაღლილი. მესამე და ეს არის ყველაზე უცნაური, მისი ტელეფონი გაქრა. ის ტელეფონი, რომელზეც ის საუბრობდა, როდესაც ის გარდაიცვალა, არასოდეს აღმოჩნდა. ვიღაცამ წაიღო იგი, ან სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, ან შემდეგ. მე არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიღაცამ წაიღო იგი. ვინ იყო ის ადამიანი, რომელთანაც ბადრი საუბრობდა თავის ბოლო წუთებში? რა ეთქვა მას? რატომ გაქრა ტელეფონი? ეს არის კითხვები, რომლებზეც ალექსს არ აქვს პასუხები. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ბადრის სიკვდილი არ იყო უბრალოდ ბუნებრივი გულის შეტევა. იყო ძალიან ბევრი დამთხვევა, ამბობს ალექსი. ძალიან ბევრი უცნაური გარემოება. ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც არასოდეს მივიღეთ პასუხები. და ეს არის ის, რაც აწამებს მე დღემდე, აზრი, რომ მე ვერ დავიცავი იგი, რომ მე ვერ გავარკვი რა მოხდა ნამდვილად, რომ მე ვერ მივეცი მას სამართლიანობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, მისი ჯანმრთელობის ნამდვილი მდგომარეობა, მისი ევაკუაციის გეგმები, მისი საიდუმლო შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან, მისი ფინანსური სქემები, რომლებიც აკავშირებდა თბილისს ლონდონთან, მოსკოვს ვაშინგტონთან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, რომ თქვენი უფროსი ფლობს ინფორმაციას, რომელიც შეუძლია დაამხოს არა მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი. მე-7 ნოემბერს 2007 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა გადაწყვიტა, რომ ბადრის ერთგულება აღარ იყო ღირებული მისი სიცოცხლის? რა მოხდა იმ საიდუმალო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2 დღით ადრე შტურმამდე, შეხვედრაზე, რომელზეც არავინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადაც ერთი ადამიანი მაინც იყო და ყველაფერი გაიგონა? ახლა 25 წლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავამჟღავნოთ ის, რასაც არავინ გაბედავდა თქმას, ვინაობა იმ ადამიანისა, რომელმაც გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი. ეს არის ისტორია ღალატის, ისტორია ამბიციის, ისტორია იმისა, თუ როგორ ხდება ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე ახლოს ძალაუფლებასთან, თავად ინსტრუმენტი ამ ძალაუფლების განადგურებისა. არსებობს ადამიანი, რომელიც იცის სიმართლე, არა იმიტომ, რომ ის იყო ჩართული ჩანაფიქრში, არამედ იმიტომ, რომ ის იყო მოწმე, ადამიანი, რომელიც ნახა და გაიგონა ყველაფერი, მაგრამ რომელზეც არავინ ფიქრობდა. მისი სახელია სოფიო, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი. სოფიო იყო ბადრის პირადი ასისტენტი 2005-დან 2007 წლამდე. მისი საქმე იყო ორგანიზება ბადრის განრიგისა, კოორდინაცია მისი შეხვედრებისა, მომზადება მისი დოკუმენტებისა. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ყოველთვის ახლოს, მაგრამ რომელიც იყო უხილავი, როგორც ყველა კარგი ასისტენტი. მე ვიცოდი ყველაფერი, ამბობს სოფიო, მისი ხმა ავსებს მწუხარებით და მწარე სინანულით. მე ვიცოდი ყველა შეხვედრა, ყველა ზარი, ყველა დოკუმენტი. მე ვიცოდი, ვინ იყო ბადრის მეგობრები და ვინ იყო მისი მტრები. მაგრამ რაც მე არ ვიცოდი, რაც არავინ არ იცოდა, იყო ის, რომ ერთ-ერთი მისი ყველაზე ახლო თანამშრომელი, ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა როგორც საკუთარ თავს, იყო ორმაგი აგენტი. ვინ იყო ეს ადამიანი? სოფიო ამბობს, რომ ის არ შეიძლება დაასახელოს სახელი პირდაპირ, რადგან ის ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი იურიდიული დაცვა. მაგრამ ის შეიძლება აღწეროს მას. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ბადრისთან თითქმის ყოველ დღე. ეს იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლოებას, სად ინახებოდა დოკუმენტები, ვინ იყო ბადრის წყაროები, რა იყო მისი გეგმები. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩანდა როგორც ყველაზე ერთგული, ყველაზე საიმედო, ყველაზე პრინციპული. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა არა ბადრისთვის, არამედ იმათთვის, ვინც აპირებდა ბადრის განადგურებას. როგორ გაიგო სოფიომ ეს? ის ამბობს, რომ ეს მოხდა შემთხვევით ერთ დღეს, როდესაც ის მუშაობდა გვიან საღამოს ოფისში. მე ვიყავი ჩემს კაბინეტში, ვამზადებდი დოკუმენტებს მეორე დღის შეხვედრისთვის. უეცრად მე გავიგონე ხმები დერეფანში, 2 ადამიანი საუბრობდნენ. ერთი იყო ის ადამიანი, ბადრის უახლოესი თანამშრომელი. მეორე იყო უცხო ხმა, რომელიც საუბრობდა ქართულად, მაგრამ აქცენტით. მე გამოვრდე შუქები ჩემს კაბინეტში და დავიწყე მოსმენა. რას გაიგონა სოფიომ? ის ამბობს, რომ ის, რასაც ის გაიგონა, შეცვალა ყველაფერი. ბადრის თანამშრომელი ამბობდა უცხო ხმას, ყველაფერი მზად არის. სპეცრაზმი შემოვა მე-7 ნოემბრის ღამეს. ბადრი გაიქცევა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. ის წავა ლონდონში, არა ვარშავაში.
მე უზრუნველყოფ ამას. უცხო ხმა მიკითხა და დოკუმენტები ბადრის თანამშრომელმა უპასუხა, ის წაიღებს მათ თავისთან. მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ჩვენ მივიღებთ მათ ლონდონში. ჩვენ გვაქვს ადამიანები იქ, რომლებიც მოელიან მას. სოფიო ამბობს, რომ ის იჯდა თავის კაბინეტში, გაშეშებული ვერ სჯეროდა იმისა, რასაც ის გაიგონა. მე მივხვდი, რომ ბადრი არ იყო უბრალოდ მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმისა. ის იყო მსხვერპლი გაცილებით დიდი თამაშისა, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართული ძალები, არამედ უცხოელი ძალებიც. და ბადრის უახლოესი თანამშრომელი იყო ერთ-ერთი მოთამაშე ამ თამაშში. მაგრამ რატომ? რა мотиваცია ჰქონდა ამ ადამიანს? სოფიო ამბობს, რომ ის ფიქრობს, რომ ეს იყო არა ფული, არა იდეოლოგია, არამედ ამბიცია. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ყოველთვის ბადრის ჩრდილში. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ჭკვიანი, ნიჭიერი, შრომის მოყვარე, მაგრამ რომელიც არასოდეს იღებდა აღიარებას, რომელსაც ყოველთვის ამბობდნენ ბადრის ადამიანი, არასოდეს თავისი სახელით. მე ვფიქრობ, რომ ის დაიღალა ამით. მე ვფიქრობ, რომ ის გადაწყვიტა, რომ თუ ის ვერ შეეძლო იყოს ბადრის თანასწორი, მაშინ ის იქნებოდა ის, ვინც გადაარჩენდა ბადრის ბედს. სოფიო ამბობს, რომ ის არ უთხრა ბადრის იმის შესახებ, რასაც ის გაიგონა. მე ვეშინოდა. მე ვიცოდი, რომ თუ მე ვეტყოდი, ბადრი ეტყოდა თავის თანამშრომელს და მაშინ ის გაიგებდა, რომ მე ვიცოდი. და მაშინ ჩემი სიცოცხლე იქნებოდა საფრთხეში. მე ვიყავი მხოლოდ ასისტენტი, მხოლოდ ადამიანი, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს. მე არ ვიყავი გმირი. მე არ ვიყავი ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ისტორია. მე ვიყავი უბრალოდ ადამიანი, რომელიც სურდა გადარჩენა. მაგრამ ახლა 25 წლის შემდეგ სოფიო ამბობს, რომ ის სინანულობს ამ გადაწყვეტილებას. ყოველ დღე მე ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა, თუ მე ვეტყოდი ბადრის. შესაძლოა ის გადაარჩენდა თავის თავს. შესაძლოა ის დაიჭერდა ღალატს. შესაძლოა ის შეეცვლა ისტორიას. მაგრამ მე არ ვეთქვი. და ახლა ბადრი მკვდარია და ის ადამიანი, რომელმაც გაყიდა იგი, ცოცხალია და კარგად ცხოვრობს. და ეს არის ის, რასაც მე უნდა ვიცხოვრო ყოველ დღე, ცოდნა იმისა, რომ მე შემეძლო რაღაცის გაკეთება, მაგრამ არ გავაკეთე. ვინ არის ეს ადამიანი დღეს? სოფიო ამბობს, რომ ის ცხოვრობს კომფორტულად, არავინ ეჩვობს მას, არავინ იცის მისი როლი ბადრის ისტორიაში. ის არის ადამიანი, რომელიც გადარჩა ყველაფერს. ის არის ადამიანი, რომელიც იცის, როგორ ითამაშოს თამაში. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის გამარჯვებულ მხარეს. მაგრამ ერთ დღეს სიმართლე გამოვა ზედაპირზე. ერთ დღეს ხალხი გაიგებს, ვინ იყო ნამდვილი ღალატი. და მაშინ შესაძლოა ბადრის სიკვდილი არ იქნება უაზრო. ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურმა ინახავდა საიდუმლო დოსიეებს კოდით 105444 დოსიეები ასე საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია ბადრის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, მისი ევაკუაციის გეგმების შესახებ რევოლუციის შემთხვევაში და რაღაც გაცილებით შოკის მომგვრელი, ნამდვილი ურთიერთობები ელენესა და რეჟიმის ახლობლებს შორის. რატომ განადგურდა ეს დოსიეები სწორედ იმ დღეს, როდესაც ბადრის ისტორია ბოლოს მიუახლოვდა? რა იყო იმ ფურცლებზე, რომლებიც ასე ეშინოდათ, რომ ცეცხლს მისცეს ისინი იმავე საათში, როდესაც სპეცრაზმა დატოვა იმედის შენობა? ახლა პირველად ჩვენ შეგვიძლია გავამჟღავნოთ ის, რასაც ამ დოსიეებში იყო, არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ გავიგოთ, რატომ უნდა განადგურებულიყო ისინი. არსებობს ადამიანი, რომელმაც შეინახა ფრაგმენტები ამ დოსიეებისა, არა იმიტომ, რომ ის აპირებდა მათ გამოყენებას, არამედ იმიტომ, რომ ის გრძნობდა, რომ ისტორიას უფლება ჰქონდა იცოდეს სიმართლე. ეს არის ნინო, არქივისტი, რომელმაც დამალა რამდენიმე ფურცელი იმღამეს, როდესაც ყველა დოსიე იწვოდა. ახლა 25 წლის შემდეგ ის ეთანხმება გაგვიზიაროს ის, რასაც ის იცის, არა ყველაფერი, მაგრამ საკმარისი, რომ გავიგოთ, რა იყო ნამდვილად ბადრი პატარკაციშვილის ისტორია. ამ დოსიეებში იყო 3 ძირითადი ნაწილი, ამბობს ნინო, მისი ხმაოსებს დაძაბულობით, როდესაც ის საუბრობს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ის ინახავს უკვე 25 წელია. პირველი ნაწილი იყო მედიცინური ანგარიშები. ეს ანგარიშები აჩვენებდა, რომ ბადრის ჰქონდა სერიოზული გულის პრობლემები უკვე 2006 წლიდან, პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ფატალური ნებისმიერ მომენტში, განსაკუთრებით სტრესის პირობებში. მაგრამ ეს ანგარიშები ასევე აჩვენებდა რაღაც უცნაურს, ბადრი იღებდა მედიკამენტებს, რომლებიც არ იყო ჩვეულებრივი გულის მედიკამენტები. ეს იყო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება
ეს ნიშნავს, რომ ბადრი იყო არა მხოლოდ ფიზიკურად ავად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ნინო ამბობს, რომ ეს არის ძალიან გამარტივებული ინტერპრეტაცია. ბადრი იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ სტრესში, მუდმივ შიშში, მუდმივ ზეწოლაში. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი სიცოცხლე იყო საფრთხეში ყოველ მომენტში. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ადამიანი საჭიროებს დახმარებას, არა იმიტომ, რომ ის არის სუსტი, არამედ იმიტომ, რომ ის არის ადამიანი. მეორე ნაწილი დოსიეებისა ნინოს თქმით იყო ფინანსური დოკუმენტები. ეს დოკუმენტები აჩვენებდა, რომ ბადრი გადარიცხავდა დიდ თანხებს ოფშორულ ანგარიშებზე კვირების განმავლობაში ადრე მისი გაქცევამდე, თანხები, რომლებიც აღწევდა ასობით მილიონ დოლარს. ეს არ იყო უბრალოდ ბიზნეს ტრანზაქციები. ეს იყო ევაკუაცია აქტივებისა, მომზადება იმისთვის, რომ დაეტოვებინა ყველაფერი და გაექცა. მაგრამ ეს დოკუმენტები ასევე აჩვენებდა რაღაც სხვას. ბადრი იღებდა ფულს არა მხოლოდ თავისი ბიზნესიდან, არამედ სხვა წყაროებიდანაც, წყაროები, რომლებიც იყო დაკავშირებული უცხოელ სპეცსამსახურებთან, უცხოელ ბიზნესმენებთან, უცხოელ პოლიტიკურ ფიგურებთან. რას ნიშნავს ეს? ნინო ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ ბადრი იყო არა მხოლოდ ბიზნესმენი, რომელიც გახდა პოლიტიკური ფიგურა. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ჩართული რაღაცაში გაცილებით დიდში, რაღაცაში, რაც ცილდებოდა საქართველოს საზღვრებს, რაღაცაში, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ ძალებთან, გლობალურ ინტერესებთან, გლობალურ თამაშებთან. ბადრი იყო ფიგურა შაჰმატის დაფაზე, ამბობს ნინო. მაგრამ ის არ იყო მოთამაშე. ის იყო ფიგურა, რომელსაც მოძრაობდნენ სხვები, ძალები, რომლებიც იყვნენ გაცილებით ძლიერები ვიდრე ის, ძალები, რომლებიც იყენებდნენ მას თავიანთი მიზნებისთვის. მესამე ნაწილი დოსიეებისა ნინოს თქმით იყო ყველაზე შოკისმომგვრელი. ეს იყო დოკუმენტები ბადრის პირადი ცხოვრების შესახებ, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ბადრის ჰქონდა ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მის ცხოვრებაში. ეს იყო არა სკანდალი, არა რომანი, არა რაიმე პირადი. ეს იყო რაღაც უფრო სერიოზული, ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ბადრი იყო დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ორგანიზებულ დანაშაულში, ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ სპეცსამსახურების აგენტები, ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ორმაგი აგენტები. ნინო ამბობს, რომ როდესაც ის კითხულობდა ამ დოკუმენტებს, ის ხვდებოდა, რომ ბადრის ისტორია იყო არა ისტორია გმირის, რომელიც იბრძოდა დიქტატურის წინააღმდეგ. ეს იყო ისტორია ადამიანისა, რომელიც იყო ჩართული ძალიან რთულ, ძალიან საშიშ, ძალიან ბინძურ თამაშში, სადაც არავინ იყო სუფთას, სადაც ყველა იყო კომპრომეტირებული, სადაც ყველა იყო თქვა საკუთარი არჩევნებისა, საკუთარი შეცდომებისა, საკუთარი სისუსტეებისა. ეს არ ნიშნავს, რომ ბადრი იყო ცუდი ადამიანი, ამბობს ნინო. ეს ნიშნავს, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძლიერი მხარეები და სუსტი მხარეები, ადამიანი, რომელიც აკეთებდა კარგ საქმეებს და ცუდ საქმეებს, ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას ძალიან რთულ სამყაროში. და ეს არის ის, რაც ამ დოკუმენტებმა მასწავლა მე, რომ ისტორია არ არის შავი და თეთრი, რომ ადამიანები არ არიან გმირები ან ბოროტმოქმედები, რომ ყველაფერი არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ იყოს. ნინო ამბობს, რომ ის ინახავს ამ დოკუმენტებს, რადგან ის სჯერა, რომ ისტორიას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე, არა გამარტივებული სიმართლე, არა პროპაგანდისტული სიმართლე, არამედ რთული, ბინძური ადამიანური სიმართლე. ერთ დღეს ეს დოკუმენტები გამოქვეყნდება, ამბობს ის. ერთ დღეს ხალხი გაიგებს, ვინ იყო ნამდვილად ბადრი პატარკაციშვილი, არა მითი, არა ლეგენდა, არამედ ადამიანი. და მაშინ, შესაძლოა, ჩვენ შევძლებთ ვისწავლოთ რაღაც მისი ისტორიიდან. არა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიყოთ გმირები, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიყოთ ადამიანები რთულ დროში. ბადრი პატარკაციშვილის ისტორია დასრულდა 2008 წლის თებერვალში, ლონდონის ცივ ზამთარში, ქალაქში, სადაც ის ეძებდა თავშესაფარს, მაგრამ სადაც ის ვერ იპოვა მშვიდობა. მისი გზა დასრულდა არა ბრძოლის ველზე, არა პოლიტიკურ არენაზე, არამედ მშვიდ ოთახში, მარტო, შორს თავისი ქვეყნისგან, შორს თავისი ოჯახისგან, შორს ყველაფრისგან, რისთვისაც ის იბრძოდა. რა მოხდა მის შემდეგ? იმედის ტელეარხი დაიხურა იმ ღამეს, მე-7 ნოემბერს 2007 წელს და დარჩა დახურული თითქმის 1 წლის განმავლობაში. როდესაც ის ხელახლა გაიხსნა, ის უკვე არ იყო ის, რაც იყო, ის გახდა კიდევ ერთი ხმა სისტემაში, რომელიც აკონტროლებდა ყველა ხმას. ბადრის თანამშრომლები გაიფანტნენ, ზოგი დარჩა საქართველოში და ცდილობდა გაგრძელებას თავისი ცხოვრებისა, ზოგი წავიდა ემიგრაციაში და ცდილობდა დავიწყებას იმისა, რაც მოხდა. ბადრის ოჯახი დარჩა ლონდონში, ცხოვრობდა მშვიდად, მაგრამ ყოველთვის კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნამდვილად, ვინ იყო პასუხისმგებელი, რატომ არავინ დაისაჯა. საქართველო შეიცვალა.
სააკაშვილის რეჟიმმა გაგრძელდა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ დაეცა, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაამხო იგი, არამედ იმიტომ, რომ ყველა რეჟიმი ეცემა საბოლოოდ, ეცემა საკუთარი წონით, საკუთარი კორუფციით, საკუთარი ტყუილებით. ახალი ხელისუფლება მოვიდა, შემდეგ კიდევ ერთი. მაგრამ კითხვები ბადრის შესახებ დარჩა, კითხვები, რომლებზეც არავინ აპირებდა პასუხის გაცემას, კითხვები, რომლებიც ნელ-ნელა ქრებოდა ისტორიის ნაპირებში. მაგრამ არის რაღაც, რაც არ ქრება, არის დოკუმენტები, რომლებიც ინახება საიდუმლო ადგილებში, არის ადამიანები, რომლებიც იციან სიმართლე, არის მოგონებები, რომლებიც ცოცხლობს იმათში, ვინც იყო იქ. და არის კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდება პასუხებს. ვინ იყო ის უცხო ვიზიტორი, რომელიც მოვიდა ბადრისთან 2 კვირით ადრე მისი გარდაცვალებამდე? რა ითქვა მას იმ საუბარში, რომელმაც აიძულა ბადრი გააუქმოს თავისი პრესკონფერენცია, შეეწყვიტა თავისი პოლიტიკური აქტივობები და ეთანხმა წასვლას ჩუმად? იყო ეს მუქარა თუ შეთავაზება? იყო ეს ბრძანება თუ რჩევა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო ბადრის სიკვდილი ნამდვილად ბუნებრივი, თუ იყო ის რაღაც სხვა, რაღაც, რაც დაგეგმილი იყო, რაღაც, რაც განხორციელდა ისე ხელოვნურად, რომ არავინ შეძლო მტკიცებულების პოვნა? ჩვენ არ ვიცით პასუხები ამ კითხვებზე. ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ თქვენ, რა მოხდა ნამდვილად იმ ღამეს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის გზა დასრულდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გითხრათ ერთი რამ, მისი ისტორია არ არის დასრულებული. მისი ისტორია გრძელდება დოკუმენტებში, რომლებიც ელოდება გამოქვეყნებას, ადამიანებში, რომლებიც ელოდებიან სწორ მომენტს ლაპარაკისთვის, კითხვებში, რომლებიც ელოდებიან პასუხებს. და შესაძლოა, ერთ დღეს ეს პასუხები მოვა. შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს. რადგან სიმართლე, როგორც ბადრი ამბობდა, ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. შესაძლოა დაგვიანებით, შესაძლოა არასრულად, მაგრამ ის გამოდის. და როდესაც ის გამოვა, ჩვენ გავიგებთ არა მხოლოდ ბადრის ისტორიას, არამედ ჩვენი საკუთარი ისტორიის ნაწილს, რომელიც დამალული იყო, რომელიც დაფარული იყო, რომელიც დავიწყებული იყო, მაგრამ რომელიც არასოდეს გაქრა. ბადრი პატარკაციშვილის ისტორია არის ისტორია ძალაუფლებისა და უძლურების, ამბიციისა და შიშის, ბრძოლისა და დამარცხების. მაგრამ ეს არის ასევე ისტორია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობს შეცვლას სისტემას, რომელიც ძლიერია ვიდრე ის, ყოველთვის რისკავს ყველაფერს, თავის ბიზნესს, თავის ოჯახს, თავის სიცოცხლეს. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ, არა იმისთვის, რომ შევშინდეთ, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ფასი აქვს თავისუფლებას, რა ფასი აქვს სიმართლეს, რა ფასი აქვს იმას, რომ იყო ადამიანი, რომელიც არ ეშინია. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის კერპების შესახებ.